მოგესალმებით. ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო არც თუ ისე მარტივი შეკითხვით. საზოგადოება ქმნის სახელმწიფოს თუ სახელმწიფო საზოგადოებას? საზოგადოება სახელმწიფო. ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ჩნდება ის შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო აყალიბებს რაღაცა სოციუმს, რაღაც საზოგადოებას და ხანდახან მიჩნდება ის აზრი, თუ საიდან არის ეს წყარო, ანუ საფუძველი აი ამ მართალი გითხრა და არა ლოგიკური აზრის. მაგრამ თუ ჩვენ გავიხსენებთ 1000-სლოვან ჩვენ ისტორიას, უკანასკნელი 1000-სლოვან ისტორიას, მოდით დახედეთ რა ხდებოდა საქართველოში. 400 წლის განმავლობაში ჩვენ ასე ვთქვათ ვიყავით არაბეთის მონობის ქვეშ. შემდეგ 300 წელი მონღოლების უღელქვეშ. ხოლო დაახლოებით 250 წელი უკვე რუსული იმპერიის ქვეშ. შესაბამისად, თითქოს ხდებოდა საოცარი ბუნებრივი პროცესებით, საიდანაც ჩნდებოდა სახელმწიფო და ქართველი ადამიანი უნდა მორგებოდა აი ამ სახელმწიფოს. ანუ ცნება სახელმწიფო და იწყება რაღაცა ანტაგონისტური დამოკიდებულება ქართველ ადამიანს და სახელმწიფოს შორის. ჩემთვის სახელმწიფო ეს არის ჩემზე გადამტერებული რაღაცა მექანიზმი, რაღაცა ფენომენი. მე ვერ ვიტან პოლიციას, პროკურატურას, განსახადო სისტემას. შესაბამისად არის გაუცხოება ქართულ ცნობიერებასა და იმ ცნებას შორის, როგორც არის სახელმწიფო. ამიტომ მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ინტელექტუალური ადამიანისათვის შეკითხვა საზოგადოება ქმნის სახელმწიფოს თუ სახელმწიფო საზოგადოებას, პასუხი ერთმნიშვნელოვანია და აი ეს არის, რომ საზოგადოება ქმნის სახელმწიფოს და არა პირიქით. მიაქციეთ კიდე ყურადღება, რომ ჩვენი არც ერთი სახელმწიფოური თანამდებობა საერთოდ ქართული წარმოშობის სიტყვაც კი არ გაგვაჩნია. დაწყებული ვეზირი, ამირსპასალარი და ასე შემდეგ. მოდი ამაზე თხას ნუ გავჩერდები და შევთანხმდეთ ერთ აუცილებელ, ასე ვთქვათ, საკითხზე, რომ საზოგადოება უნდა შექმნას სახელმწიფო და არა სახელმწიფო საზოგადოება. თუ მაგალითად ეს ამაზე თუ შევთანხმდებით, მაშინ იწყება ყველაზე რთული პრობლემა. თუ ვიცი რომ ვიმეორებ რომ საზოგადოება ქმნის სახელმწიფოს, მაშინ ჩნდება კითხვა რა ქმნის თვით საზოგადოებას. ეხლა მე გეტყვი რომ საზოგადოებას ქმნის ის ლათინური ცნება, სიტყვა ლათინური ცნება, რასაც ქვია ეთიკა. თუ აი ეს ჩვენი მსჯელობა რაღაცა მიღებულოთ რაღაცა ლოგიკურ ჯაშს. ეთიკა ქმნის საზოგადოებას, ხოლო საზოგადოება ქმნის სახელმწიფოს. მაგრამ აქაც ჩნდება გარკვეული კითხვა, რა არის ეს ეთიკა და როგორ შევთანხმდეთ ეთიკას. შესაბამისად, მოდით დავიწყოთ, გავიაზროთ რა არის ეთიკა. შევთანხმდეთ, რომ ეთიკა ფაქტიურად ეს არის მარტივად რო ვთქვათ, რა არის კეთილი, რა არის ბოროტი, რა არის კარგი, რა არის ცუდი. როგორი უნდა იყოს ადამიანთა შორის, ასე ვთქვათ, ურთიერთობის გარკვეული ფორმები. და იბადება ფილოსოფიის ის მიმართულება, რასაც ქვია პრაქტიკული ფილოსოფია. თავისთავად ცხადია, როდესაც მე საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა, თუ როგორი ეთიკა უნდა შევარჩიოთ იმისათვის, რომ ის იყოს ყველაზე ეფექტური ამ დროში და ამ სივრცეში საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, შევედი უკვე ესეთი უნიკალურ დარგში, როგორც არის ფილოსოფიის ისტორია და დავიწყებ აი საერთოდ წარმოდგენილი ფილოსოფიური ისტორიაში ყველა წარმოდგენილი ეთიკა, თუ რა არის ვიმეორებ კარგი, რა არის ცუდი. და როდესაც გავედი დაახლოებით 300 ეთიკამდე, უკვე ფაქტურად აზრი დაკარგა ამ ძიება და მე მივხვდი, რომ ამ ამოცანას ვერ აღმოვხსნიდი, გარდა იმისა, თუ არ ჩავთავდი უკვე მათემატიკურ სისტემას, ანუ ალგორითმს, რომელიც მომეხმარებოდა შემერჩია განსაზღვრული პირობების თანახმად, შემერჩია თუ რანაირი ეთიკა ჭირდება დღეს ვიმეორებ საქართველოს. ეხლა ნახეთ რა არის. რა არის ალგორითმი? ეს არის ის, რომ ალგორითმმა ამომიყარა ყველა ის ეთიკა, რომელიც ასმოკლებული იყო, რომელიც წინააღმდეგობაში შედიოდა თავის თავთან, რომელიც იყო პლაგიატი გადამეორებები საბოლოო ჯამში და საბოლოო ჯამში რომ მე ამ მათემატიკურმა სისტემამ მე მომცა 4 ასე ვთქვათ ეთიკა. აი ეს 4 ეთიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა, როგორც მე მეჩვენება და ამ მსჯელობის შემდეგ თუ თქვენს დამეთანხმებით უკვე გვექნება ის საფუძველი, საიდან უნდა დავიწყოთ საზოგადოების შექმნა და ვიმეორე რომლის გარეშე დაიბიწყოთ სახელმწიფო, დაიბიწყოთ ადამიანის ღირსების საკადრესი ცხოვრება. ამიტომ მე ეხლა აი ამ ეთიკებს წარმოვადგენ არა მნიშვნელობის მიხედვით, არამედ ქრონოლოგიურად. და მიხვდებით ეხლა რა შეესახება. პირველი ეთიკა, ეს რაც მათემატიკურ სისტემამ მომცა, ეს არის არისტოტელეს ეთიკა. მეორე ეს არის რელიგიური და შევთანხმდით რელიგიურში, ახლა მაინც ჩვენთვის ყველაზე ახლოს არის, ანუ ქრისტიანული ეთიკა. ქრისტიანული ეთიკა
ეთიკა, მესამე ეს გახლავთ იმანუელ კანტის ეთიკა და შემდეგ ავიღოთ მეოთხე, ეს არის ფრიდრიხ ნიშეს ეთიკა. ეხლა ყველა აი ამ 4 ეთიკაში განსაკუთრებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბატონი ფრიდრიხ ნიშე. ეხლა შეგახსენებთ, რომ თუ შეხვალთ არ დაიზარებთ, შეხვალთ ინტერნეტში Google ინფორმაციას მიიღებთ ენციკლოპედიისა, ნახავთ, რომ ყველაზე ასე ვთქვათ მრავალი მოსაზრება ფილოსოფოსების, არაფილოსოფოსების ბატონ ფრიდრიხ ნიშესთან არის ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება. რომ ეს ადამიანი არის ფაქტობრივად ანტიქრისტი, არარელიგიური ადამიანი, რაღაცა დიქტატორული სისტემების ასე ვთქვათ ფუძემდებელი და ფაქტობრივად იწყება რაღაც ამაზე ჩვენ სერიოზულად ვისაუბრეთ ამ და მე თვითონაც პირველად როცა აი ამ ალგორითმა მომიგდო ფრიდრიხ ნიშე, მე თვითონაც გამიკვირდა თუ როგორ ასე ვთქვათ როგორ უნდა დამენახა აი ამ ადამიანში ის რაც არის ვთქვათ ქრისტიანული ეთიკა, ანუ როგორ ხდება რომ ერთ სისტემაში ქრისტიანულ ეთიკასთან ერთად ანტიქრისტიანული ეთიკა ჯდება. ეხლა უფრო სწორედ რომ ვილაპარაკოთ, ეხლა ეს არის 4 თითქოს განსხვავებული ეთიკა და ეს არის მათემატიკაში არსებობს ესეთი 3 წერტილის ამოცანა. ეხლა მე არ დავიწყებ როგორ იხსნება 3 წერტილი, მაგრამ გარწმუნებით ერთი თავარი არის, რომ მოდი ამ 4-დან ჩვენ ამოვარჩიოთ ერთი ის ძირითადი, ანუ რომ ვაქციოთ მუდმივ სიდიდეთ, აი ქრისტიანული ეთიკა, ესე ვაქციოთ მუდმივ სიდიდეთ კონსტანტად და მასთან მიმართებაში განვიხილოთ დანარჩენები. ეხლა თავისთავად ჩდება უკვე ლოგიკური კითხვა, იმიტომ რომ ჩვენთან ყოველი სიტყვა, ყოველი აზრი, ყოველი წინადადება უნდა მოვიდეს მტკიცებულებით. ხო, რა უფლება მაქვს, რომ თქვა ამ 4 ეთიკაში აღმოვაჩინე ქრისტიანული ეთიკა, რაღაც თქვა დაუშვათ პრიორიტეტად და მუდმივ სიდიდეთ. ეხლა ესეც მესმის, რომ ჩვენმა ეკლესიამ იმდენი გააკეთა, რომ ხალხს სიტყვა ქრისტიანობა შეაზიზღა და ამიტომ ყველა ეჭვს თვალით უყურებს, ანუ ქრისტიანულ ეთიკას. მე ამ ქრისტიანულ ეთიკაში რეალობაში აი ახლა ამოვჭი საერთოდ რელიგიურ ასე ვთქვათ ეთიკას გულისხმობ. იმ რელიგიურ ეთიკას, რომელსაც უკვე აი ჩემი გადასახედიდან 59 საუკუნე აქვს. მარტო ეს არ არის ქრისტიანობა, მოდის მანამდე სადაც ქრისტიანობა იქნება. თუ ამაზე მეც მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ამიტომ არა ხანდახან როდესაც აგრესიულობა აი ვთქვათ ქრისტიანული სისტემის მიმართ, მე უნდა ვთქვა, რომ ამ ქრისტიანულ ეთიკაში თავმოყრილია ყველა ის მნიშვნელოვანი ფენომენი, რაც მთელი სოფლის რელიგიებში მანამდე როდესაც იყო გაბნეული. და მე გეტყვით, აბა დაწერე შენ ისეთი რაღაცა 4 თავი მაქვს ხედულობაში, რომელსაც 2000 წელი ყველა ხალხს შეჭირებოდა, ყველა ცდილობს გაიგოს თუ რა დაგვიტოვა აი ამ სისტემამ. ამიტომ მივაქციოთ ყურადღება აი ამას, რომ ეს არის უკვე აპრობირებული, თუ რა არის კარგი, რა არის ცუდი. თუნდაც ავიღოთ ის 10 ცნება, რომლის გარეშე ჩვენ ნაბიჯს ვერ გადავდგავთ. გასაგებია, ხო? ესე იგი, აქ ლაპარაკი წარმოდგენილი ის 10 ცნება, რომელიც გადმოდის ებრაული ადრინდელიდან, მერე ებრაულში, მერე ასე ვთქვათ, ქრისტიანულ მიმართულებაში. 10 ცნება. ანუ დავიწყოთ უკვე საუბარი. ეხლა მე უნდა შევეცადო, რომ მომძემნო ძირითადი მსგავსება აი ამ 3 ეთიკას, ქრისტიანულ ეთიკასთან მიმართებაში. მე მგონი აზრი ნათლად გამოვთქვი, ამიტომ მოდი დავიწყოთ არისტოტელეს ეთიკიდან. გავიხსენოთ არისტოტელე. ახლა მე მინდა ასე ვთქვათ, წარმოგიდგენთ არისტოტელე. ხა თუმცა მართალია გითხრათ, არავის ჩემი წარდგენა არისტოტელესი არ ჭირდება, იმიტომ რომ ეს ცნობილი ადამიანი, ყველამ ვიცით, რომ ეს იყო უბრწყინვალესი გონება, რომელიც არ ყოფილა ადამიანთა ცნობიერებაში, იმის ინტელექტში რაღაცა გარკვეული საკითხი, რომ აემბის აზრი არ გამოეთქვა. მასზე ყველაფერზე აქვს ნალაპარაკები, მაგრამ თუ თქვენ მიაქცევთ მისი ასე ვთქვათ, შემოქმედების ისტორიას, პირადი შემოქმედების ისტორიას, თქვენ დაინახავთ საინტერესო რამეს, რომ ეს ადამიანი ყველაფერზე ფიქრობდა გარდა იმ ეთიკისა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს დღეს. და რატომ იყო ეს ასე გამოგდებული აი ეს ეთიკა იმ ჯაჭვში, ანუ იმ ლოგიკურ მეცნიერულ ჯაჭვში, რასაც ფაქტიურად წარმოადგენს მისი შემოქმედებითი მთელი ისტორია. ეხლა მე გეტყვით, რომ ისინი არისტოტელე დარწმუნებული იყო, რომ მისი სახელმწიფო, ანუ საბერძნეთი, ეს არის უმძლავრესი რაღაცა სისტემა და მართლაც დაუკვირდით, რომ ამ სამყაროში თუ რამე არსებობს, ყველაფრის საკმანი არის, ასე ვთქვათ, საბერძნეთი. როგორც არის მეცნიერება, კულტურა, განათლება, სახვითი ხელოვნება, ყველაფერი, არქიტექტურა, ყველაფერი იწყება აი აქედან. ხა წარმოიდგინეთ, რა სიამაყით ადამიანი გზნობს თავის თავს, ანუ როგორც ბენზინად, რომელსაც შექმნა მსოფლიოში ყველაფერი, რის შექმნაც შეიძლებოდა და აი აქ იწყება საოცრება. საოცრება ის იწყება, რომ აი ერთ დროს უდიადესი საბერძნეთი, დიდი საბერძნეთი
ხდება რაღაცა მაკედონიის და ფილიპ მეორეს ეს და კიდე ალექსანდრე მაკედონელის რაღაცა პროვინციად. ალბათ ეს ძალიან ძნელი გადასატანი იყო იმ ამაღლებული გონებებისათვის, რომელიც ქმნიდნენ ელიტას, ამ ბერძნული აზროვნების ელიტას. მართლაც დავფიქრეთ, როგორ რა ხდება ამ დროს. აი არისტოტელემ იგრძნო, რომ მან დაიწყო პირველი ძიება თუ რატო დასუსტდა საბერძნეთი, რა მნიშვნელოვანი რამ დააკლდა საბერძნეთს, რაც ჰქონდა და დააკლდა, რომ ის გახდა, ასე ვთქვათ, ლუკმა პროვინცია რაღაცა ნახევრად გაველურებული ფილიპ მეორეს, ანუ ეს ალექსანდრე მაკედონელის მამა აი ამ სისტემაში. თან ალბათ ტკივნეული ის იყო, რომ თვითონ ამ ბიჟს ალექსანდრე მაკედონელს თვითონ არისტოტელეს დიდა და იწყება საოცარი ფენომენი. და აი მაშინ იღებს ის ალბათ ასე ვქვია, უკვე იღებს გადაწყვეტილებას, რომ მიხვდა, რომ ის დასუსტება, ის დანგრევა, რაც მოუწია საბერძნეთს, ეს დამოკიდებული იმას, რომ მან დაკარგა ის ეთიკა, ის საფუძველი, რომელიც ქმნის საზოგადოებას, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. ანუ ეთიკის დასუსტებამ გამოიწვია უდიადესი საბერძნეთის და შემდეგ საბერძნეთი უკვე თითქმის ვერაზოს ვერ წამოიწია, მაგრამ გავა 2-3 საუკუნე კიდე და მე რომის იმპერია უკვე მოვა აქ და აი ეგ იწყება საოცარი. აი ხდება საოცარი ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არისტოტელემ წარმოადგინა თავისი გააზრება ეთიკაზე და ამ გააზრებას, ამ ნაშრომს ქვია ნიკომაქეს ან ნიკომაქიას ეთიკა. ქართულად არ ვიცი, იმიტომ არც ვიცი თარგმნილია თუ არ არის, მაგრამ ძალიან გთხოვთ, რომ მსმენელს ვთხოვ იმას, რომ მიაქციოს ყურადღება, თუ იქნება საშუალება, აუცილებლად გაეცნოს ამ ნაწარმოებს. მას ვიწყებთ არისტოტელეს ეთიკაზე საუბარი, რომელიც წარმოდგენილია ვიმეორებთ ნაშრომით ნიკომაქეს ან ნიკომაქიას ეთიკა. როგორ იწყება ფაქტიურად ეს ნაწარმოები? ეხლა მე მინდა რომ ნიკომაქეს ნაწარმოები განვიხოთ მის შრომასთან კიდე პოლიტიკა აქვს ორი შრომა, იმიტომ მთლიანობაში წარმოგიდგენთ აი ამას, ანუ აზრებს იქიდან აქედან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან დასკვნას გავაკეთებთ აი ამ არისტოტელეს აი ამ ნაშრომიდან. დავიწყოთ ნიკომაქეს ეთიკა. საერთოდ არისტოტელესთვის მთელი ეს სამყარო, მთელი სოციუმი წარმოდგენილია ორი ფერით, თეთრი, შავი. ანუ არისტოკრატია და მონები. მიაქციეთ ყურადღება. ვიმეორებ, ახლა ვიწყებთ ნიკომაქიას ეთიკას. ესე იგი, ვიმეორებ არისტოტელეს აზრით, მთელი სოციუმი, მთელი სამყარო წარმოდგენილია ორი ურთიერთგანსხვავებული დაპირისპირებული ორი ცნებით. ეს არის არისტოკრატია და მონები. ეხლა თუ თქვენ ისევ ენციკლოპედიაში, ასე ფილოსოფიის ისტორიაში, ისევ ინტერნეტში შეხვალათ დაინტერესდებით აი ამ საკითხით, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრი ფილოსოფოსი ძალიან აგრესიულად არის განწყობილი ამ ნაშრომის მიმართ და შესაბამისად, ასე ვთქვათ, არისტოტელეს მიმართ. თუ როგორ გაბედა არისტოტელემ აი ამ სერიოზული თემის ასეთნაირად წარმოდგენა. არა, იმას კი არ ვლაპარაკობ, მთელი მსოფლიო არისტოტელემდე, არისტოტელეს დროს და არისტოტელეს შემდეგ მთელ სამყაროს შლიდა რაღაცა ბიპოლარულ სისტემად. დიდრები, ღარიბები, ლამაზები, მახინჯები, განათლებული, არაგანათლებული და აი ნებათა ღელვა თუ რატო გაბედა არისტოტელემ აი ამ თემაზე და არ გამოდიოდა აი ამ სიტყვებიდან. ესე იგი სამყარო წარმოდგენილია არისტოკრატების მონებით, ეს არ იყო გასაკვირი და ნებათა ღელვის საგანი ამ თანამედროვე ფილოსოფიისათვის. ყველა საშინელება იწყება ის მეორე წინადადება, რომელიც მიყვება აი ამ წინადადებას, ანუ ის მეორე აზრი, რომელიც მიყვება არისტოტელეს პირველ აზრს. დაუკვირდით არისტოტელეს სიტყვებს, რომ ეს სამყარო წარმოდგენილია სოციუმი, არისტოკრატიით და მონებით, მაგრამ თუ შენ დაბადებული ხარ არისტოკრატად, მაშინ მუდმივად იქნები არისტოკრატი, ხოლო თუ მონად დაიბადე, მონად ბოლომდე იქნები მონად. ეხლა დაუკვირდით და მართლაც შემაშფოთებელია აი ეს თეთრით შავი თეთრი წარმოდგენილი აი ეს ფენომენი. არავით არის სხვაფერი, არავით არის ტონალობა. ან ხარ არისტოკრატი, ან ხარ მონა. და ვიმეორებ, თუ შენ არისტოკრატად დაიბადე, რჩები მუდმივად არისტოკრატი, თუ მონათა ხარ, განწირული ხარ. და ეხლა მოდი სუპერლამ შევხედოთ, აი, როდესაც მე ვეცნობოდი პირველად აი და უკვე გისება ფიქრი, ვაი თუ შენ თუ არისტოკრატად ხარ გაჩენილი, თუ მე არავითარი პრობლემა აღარ აქვს ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მუდმივი არისტოკრატი ხარ, ამიტომ გადაიდე ფეხი ფეხზე, განაბე თვალები ბაგრატიო მუხრანცკივი და იქნები ბედნიერი, მაგრამ ვაი თუ
შენ ხარ დაბადებული მონად, მაშინ არაფერი არ გშველის და რჩები მონად. აი სწორედ აი ეს, ასე ვთქვათ, მკაცრი მიდგომა, აი ამ საკითხის მიმართ ხდება, რომ ძალიან უკმაყოფილებას გამოთქვავს თანამედროვე ფილოსოფია და რაღაცა, ასე ვთქვათ, ჰუმანიზმით აღშფოთებული, ანუ ანტიჰუმანიზმით აღშფოთებული, ვერ განიხილავენ, ანუ ცუდად არის განხილული არისტოტელეს ეს აზრი. მაგრამ არისტოტელე, იმიტომ იყო არისტოტელე, მეგობრებო, ეს მართლა გენიოსი ადამიანი, რომ მან წინასწარ იცოდა. რომ აუცილებლად აი ამ თემაზე, აი ამ საკითხზე იქნებოდა რაღაცა ვიმეორებ რაღაცა დისკუსია და დახოცავენ ერთმანეთს ფილოსოფოსები და მას მოყავს საინტერესო მაგალითი შრომაში. ნახეთ როგორ უდგება არისტოტელე აი ამ საკითხს. წარმოიდგინეთ რომ იძახის ის რომ თქვათ არის რაღაცა ერთი პირველი სახელმწიფო, რომელსაც ყავს თავისი თქვათ არისტოკრატია და თავისი მონები. ეხლა არსებობს მეორე სახელმწიფო. ეს მეორე სახელმწიფოც წარმოდგენილი არის თავისი არისტოკრატიით, არის თავისი მონებით. ხომ შეიძლება, რომ ამ სახელმწიფო დაიპყროს ეს სახელმწიფო და ეს არისტოკრატია აქციოს მონებად. გამოდის, რომ არისტოტელე ცდებოდა, რომ შეიძლება არისტოკრატი გახდეს მონა. აი ამ მიდგომის წინააღმდეგია, კატეგორიული წინააღმდეგია არისტოტელე. და აი აქედან იბადება უკვე თვითონ ცნება არისტოკრატის აზრი და მე ერთხელ მინდა და სამუდამოდ მივაქციოთ აი ამას ყურადღება. თუ რას ნიშნავს არისტოტელესთვის არისტოკრატი? მოდი დავიწყოთ ამ სიტყვიდან. არისტოკრატი ეს არ არის ეს ადამიანი, ვისაც ასე ნორკის ქურქია, საკიდე შეუძლია ბენტლი ყავს ან ფერარი. არა, მეგობრებო. აქ სიტყვა არისტოკრატი ნიშნავს კეთილშობილ ადამიანს და მოდი დავიწყოთ აი აქედან. ანუ კეთილშობილი ადამიანი, არისტოკრატი, მოდი ესე ჩამოვწევთ არისტოკრატი, იგივე კეთილშობილი ადამიანი, იგივე თავისუფალი ადამიანი. ეხლა ნახეთ რა არის, ნახეთ თავისუფალი. მართლაც თავისუფალი. რა განსხვავება მონასა და არისტოკრატს შორის? ეს განმარტება შემოაქვს არისტოტელეს. მას აქვს რაღაცა ძალიან ესეთი ფრაზა ნათქვამი, რომ ომი ეს არის ნადირობა შინაურ ცხოველებს. ან მარტივად რომ ვთქვათ, საშინელი ფრაზა აქვს მართლაც ნათქვამია არისტოტელეს და მონებში ის განიხილავს ცხოველს, ანუ ხარს და დაუკვირდით როგორ მიმდინარეობს შეიძლება რომ აი ეს ხარი, მონა, იგივე ხარი, ეს არის ადამიანი მეტყველი, მაგრამ არა ადამიანი, ანუ და ამ მონას რა ჭირდება ცხოვრებისა და კმაყოფილება მიიღოს. მას ჭირდება მხოლოდ ერთი რამ, რომ კონდეს, ყავდეს ძროხა, ბალახი და ის გომური, სადაც ის ღამეს გაანათებს. ანუ როგორც ხოლო ამ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. პატრონი იყვნება მიშა თუ გრიშა. აი მიაქციეთ აი ამას ყურადღება, იმიტომ რომ მისთვის სულ ერთია, ვინ იქნება მისი პატრონი. მან იცის რომ მაინც ამუშავებენ ვირივით და ჭირდება კიდე მინიმუმი ის, რაც დაიკმაყოფილოს თავისი პრიმიტიული ფიზიოლოგიური მოთხოვნები. ვიმეორებ ძროხა და ბალახი და გომური სად გაათენს. აი სწორედ რა არის განსხვავება მონა არისტოკრატი პირველ პირობაში განიხილება როგორც თავისუფალი ადამიანი, თავისი ნების აღსრულებელი ადამიანი. ეხლა მიაქციეთ ყურადღება, თუ ჩვენ ეს განვიხილავთ აი ამ საკითხს, დაუკვირდით ამ არისტოტელეს შემოაქვს უკვე ფილოსოფიურ კატეგორიად ის სიტყვა, რომელიც იხმარებოდა რა თქმა უნდა საბერძნეთში ბარბაროსი. ეხლა მოგეხსენებათ ეს ბარბაროსი აქცია ვიმეორებ არისტოტელეს ფილოსოფიურ კატეგორია და ის ამტკიცებს, რომ დამარცხებული სახელმწიფოს არისტოკრატია ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება არისტოკრატია და ის უკვე დაბადებიდან იყო ბარბაროსი, ის იყო გარკვეული მონა. ეხლა ირკვევა, როგორ შეიძლება თქვა არისტოკრატია არის მონა. მაშინ განმარტება რა არის არისტოკრატია, რა არის თავისუფალი ადამიანი. არისტოკრატი არისტოტელეს აზრით ეს გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ყოველ დღე, ღამე, ყოველ წამს ფიქრობს, რომ გააძლიეროს თავის სახელმწიფო, დებით, რადგან მან იცის, რომ აუცილებლად მოვა ვიღაცა, რომელიც შეესწრება წაგართვას სამშობლო, წაგართვას ოჯახი, წაგართვას ქონება, შვილები და ასე შემდეგ. ანუ ჩაითვლება თუ არა ის ადამიანი
არა მონად, რომელიც ამას არ აკეთებს. ხვდებით? ამიტომ ყველა არისტოკრატი უნდა ცდილობდეს, რომ გააძლიეროს თავისი სახელმწიფო. ფაქტიურად ეს არის პოლიტიკოსის ფუნქცია. ანუ შექმნას რა არის პოლიტიკა? ეს არის სახელმწიფოს მართვის ხელოვნება. თუ შენ ვერ მართავ ხელოვნების სახელმწიფოს, ეს არის სუსტი სახელმწიფო და შენ გელოდება ის მონობა, რომ აუცილებლად ვიმეორებ გამოჩნდება ის სახელმწიფო, რომელიც გაგანადგურებს შენ. და აი აქ ჩვენ მივდივართ საოცარ ფრაზასთან. შეხედეთ, რომ მივიღეთ, რომ არის არისტოკრატი ეს იგივე კეთილშობილი, იგივე თავისუფალი ადამიანი და რაც მთავარია პოლიტიკოსი. აი ახ ცოტა ხანი შევჩერდეთ. პოლიტიკოსი. რატომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ხშირად საქართველოში მე ხშირად გამიგიათ ალბათ თქვენ მე შეამჩნევდით, რომ აქ საუბარი მიმდინარეობს ასეთად, რომ გამოდის რაღაცა ესე იგი თავისთავი არისტოკრატი გონია და უცებ ფრაზა, რომ პოლიტიკა ეს ბინძური საქმეა, მე მასში არ ჩაბერებ. თამაც რაღაც იმდენად საზღარი ის ინტონაცია, როდესაც ითქვება ეს ფრაზა ჩემთვის გამოუგნებელია. დაუკვირდით ფრაზას, რომელიც საქართველოში გავრცელებულია, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, მე როგორც ამაღლებული არისტოკრატი, ანუ ამაღლებული ინტელექტის ადამიანი, არავითარ შემთხვევაში და აი ეხლა მე ვთხოვ აი ამ ადამიანებს და ჩვენ საკუთარ თავში ჩავიხედოთ და მე გეტყვით, რომ არისტოტელემ 24 საუკუნის, 23 საუკუნის წინ და შემოგვითვალა შეკითხვა და ამ შეკითხვას უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. ეს კითხვა არისტოტელე კითხულობს, გამაგებინოთ, როგორ შეიძლება შენ არ გაინტერესებდეს ის, რაზეც არის დამოკიდებული შენი კარგად ყოფნა და ცუდად ყოფნა. შენი ასე ვთქვათ, კეთილდღეობა და არაკეთილდღეობა. საერთოდ შენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი. აი მიაქციეთ ყურადღება ამაზე. ანუ ხვდებით არა, მე გეტყვით, რომ ახლა აუცილებელი ისე ისტორიაში გადასვლა, რომ აი გავიგოთ აი ეს აზრი თუ რას ნიშნავს ისა, რომ მე არ მაინტერესებს პოლიტიკა, ანუ არ მაინტერესებს ჩემი ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ეხლა არ ვიცი ვინ გავიხსენო, არა, მე გეტყვით, აი მოდით გავიხსენოთ, არის ერთი ასეთი მწერალი ისააკ ბაბელი. ეხლა რო გითხრათ, რომ აუცილებელია მისი შრომების წაკითხვა რაღაც, მაგრამ თუ ვინმე არ დაიზარებდა წაიკითხავთ მის ასე ვთქვათ ნაშრომს, ერთი ნაშრომი კი კარგად წერდა ეს ბიჭი და არსებობს ეგეთი რომანი კონ არმია, ანუ ცხენოსანი არმია. და ეხლა ამ ბიჭზე მოგიყვებით თქვენ და რომელსაც ყველაზე კარგად დაინახა, რას ნიშნავს პოლიტიკით არ დაინტერესება. ცოტა ბიოგრაფიული ელემენტი ბატონი ისააკ ბაბელის, თუ არ ვცდების დაიბადა ოდესაში, რა თქმა უნდა ებრაელი და მოდით კი დავფიქრეთ ერთ საინტერესო საკითხზე. რატომ თქვენ არ ვიცი შეგიჩნევია თუ არა, აი უკანასკნელი რევოლუცია, იმპერიის რუსული რევოლუციაში რატომ იყო ძალიან ბევრი ებრაელი? რომელიც თავს იკლავდა ასე ტროცკი, ზინოეკანემი, ძალიან ბევრი ებრაელი იყო. მე გეტყვით, მდგომარეობა იმაში მდგომარეობდა, ეს პროცესი იმაში მდგომარეობდა, რომ რომანოვების რუსეთში ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ დედაქალაქში და დიდ ქალაქებში ცხოვრება. აი ეს იყო თუ თქვენ გინდოდათ რომ თქვა თქვენ ბავშვი ესწავლათ იმაში რა ქვია და იყავით ებრაელი და პეტერბურგის რომელ უნივერსიტეტში სპეციალური ჟანდარმერიის დადგენილება იყო ცნობა რომ 5 წლით მას ეძლეოდა სწავლის უფლება, მაგრამ აუცილებლად დაბრუნებულიყო თავის. აი ეს იყო რაღაცა დისკრიმინაციული, ამას არავინ არ აქცევდა ყურადღებას, ჩვენ ისტორია არ აქცევს ამას ყურადღებას. იმდენად იყო ανε შინაგანი პროტესტი ამ ებრაელების მიმართ, რომ ყველა ცდილობდა რომ დაენგრია ის იმპერიული სისტემა, ის რომანოვების სისტემა, რომელიც მათ უჩნდათ ანუ განვითარებას და ნუ ამაზე მოგვიანებით შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ მე მინდა დავუბრუნდე ისე ისააკ ბაბელს, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე კარგად ახსნა არისტოტელეს ეთიკის, ასე ვთქვათ, აი ამ კითხვაზე, როგორ შეიძლება შენ არ გაინტერესებდეს პოლიტიკა. აი ეს ბიჭი, რომელსაც მოახერხა ის, რომ სასწავლებლად გადავიდა პეტერბურგში და მე იწყება საინტერესო მისი ცხოვრება, რომ დაემთხვა რევოლუცია და აი ეს ბიჭი უკვე მიიწვიეს ჩეკაში, ეს მის ბიოგრაფიას გიყვებით, მიიწვიეს ჩეკაში, მართალია თარგმნილად, იმიტომ რომ ფრანგული ძალიან კარგად იცოდა ამ ახალგაზრდა კაცმა და ჩეკისტებს ჭირდებოდა ფრანგი, მაგრამ ეს ბიჭი ვერ ხვდებოდა იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ მიდიხარ ჩეკაში სამუშაოდ, დამლაგებელი ხარ თუ თარგმნილი, უკვე ჩეკისტი ხარ და ამიტომ ეს ბიჭი არ უნდა დაესწრო ყველა იმ ტრაგედიას, რაც მის თვალწინ ხდებოდა, თუ როგორ ნადგურდებოდა არისტოკრატია, რომელიც იყო ყალბი, ანუ ის არისტოკრატია, რომელიც
არისტოტელეს აზრით იყო მონები და არა ის არისტოკრატია. ან ლაპარაკია იმპერიულ არისტოკრატიაზე. ნარიშკინები, გალიცინები, ეხლა თუ ეს გვარები თქვენ რამეს გეუნებათ, მიხვდებით რომ რას აშინდება ტრიალებს და ხდება საოცარი. აი სწორედ აი ამ არისტოკრატიას ნარიშკინებს, გალიცინებს არ აინტერესებს პოლიტიკა, იმიტომ რომ ბედნიერი ცხოვრება იყო ეს ბოშური რომანსები, მთელი ანუ ის შინაგანი ამაღლებული ფრანგული ლიტერატურა, ფრანგული პოეზია და ყველა ეს არისტოკრატი იზახდა, რომ მე არ მაინტერესებს პოლიტიკა ბინძურის საქმეა. ეხლა მე გეტყვით, მათ არ აინტერესებდათ პოლიტიკა, მაგრამ პოლიტიკა აინტერესებს იოსებ ჯუღაშვილს. პოლიტიკა აინტერესებს ვიღაც ფილიპე მახარაძეს, აღარ ვილაპარაკებ ამ იმას ქვია ძერჟინსკის, ულიანოვი ხომ მოგეხსენება და რა იყო რა და ხდება საოცარი. აი ამ უბედურმა არისტოკრატიამ თქვა 1918-20 წლებში არ იცოდა რომ უკვე გამოცემულია ბრძანება ულიანოვის, იგივე ლენინის, რომ განადგურდეს არისტოკრატია. ეხლა თუ მართლა ისტორიაში არ გადავალთ წარმოსახვით, თქვენ აი წარმოიდგინეთ ნევის პროსპექტი. პეტროს უდიადესის იმპერიული გამზირი და მოდის აი ამ პროსპექტზე პენსნეთი, აი ეს რაფინირებული ინტელიგენტი არისტოკრატი ადამიანი, ხოლო მოწინააღმდეგეებიდან მოდიან ჩეკისტები. თუ ფილმებში ნახავთ, ეს ტყავის კურტკები, წითელი აი ესა მაუზერით და აჩერებენ ამ უბედურს. მან არ იცის, მაგრამ ამათ უკვე ბრძანებას განადგურდეს ადგილზე ყველა და მიზეზი ხო გჭირდება. როგორც კი ამას მიზეზი არ ჭირდებოდა ნაბრძანები არისტოკრატის განადგურება და აი ეს არისტოკრატი ხო ცხოვრობდა ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც ჭირდებოდა უახლოეს კედლამდე მის მიყვანას და მე მაუზერის გასროლა და რჩებოდა ის გვამად. როდესაც ეს არისტოკრატიამ გაიგო, თუ რა ხდება, ეხლა მე გეტყვით, ისინი პრიმიტიული ხალხი იყო, ეტყობა, აი რასაც მე ეხლა უყურებ და შემილი აღვიქვა, მათ ისინი მიხვდნენ, რომ გარეგნობით ეძებენ, ასე ვთქვათ, ეს ჩეკისტები არისტოკრატიას. ამიტომ მაშინ მოდაში არ იყო second hand მაღაზიები, მაგრამ იყო ეგეთი ცნება ბარახოლკა, ესე ხვდებით. ამიტომ ესენი ამ არისტოკრატიას ჯერ კიდევ არ იწყება არისტოკრატიის განადგურება, ცოტა მოგვიანებით ხდება და მისი თუ შერჩენილი იყო რაღაცა ქონება, მისი ასე ქონების წარსულში. ამიტომ რაღაც შემორჩენილი ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტები ჰქონდათ. შეეძლოთ რაღაცის ყიდვა. ანუ უშვებდნენ თავის, ასე ვთქვათ, მსახურს იმაში, რა ქვია, ამ ბარახოლკაზე, რათა მოეტანა მუშის ან გლეხის ტანსაცმელი. ეხლა პრობლემა ეს ჭუჭყიანი ტანსაცმელი თუ როგორ უნდა ჩაიცვას აი ამ არისტოკრატმა. ხდებოდა საოცარი, მიდიოდა მაშინ ქიმწმენდა არ არსებობდა, ერთი ქიმიური საშუალება, რომელსაც შეიძლება ბაქტერიების და რაღაც ბაცილების განადგურება, ესე ქლორი იყო. ამიტომ ამუშავებდნენ აი ამ ტანსაცმელს ამ ქლორში. და ეს ცოტა გაუნათლებელი ხალხი არა, დაბალი ინტელექტის ხალხი, მიუხედავად თავი არისტოკრატი ვერ ხდებოდა, რომ უკვე ასე ვთქვათ, სუნი გასცემდათ იმას, რომ ანუ არც ერთ გლეხს და მუშას ქლორი დამუშავებელი. აი ეს არის რაღაცა ბავშვური ის, მაგრამ ეს ვერ ხდება აი ამას, ეს არისტოკრატია, რომელიც თუმე რეალობაში მონაა და იწვევს ამ აყროლებულ ქლორით ამ ტანსაცმელს და უკვე გამოდის ნევის პროსპექტზე იმ ღრმარწმენით, რომ ჩეკისტები არ მიაქცევენ ყურადღებას. აი სულაც არ არიან ჩეკისტები, ყველა ადამიანი, რომელიც პოლიტიკით ინტერესდება, მას ინტელექტი უკვე თან ემატება, რაც არ უნდა გაუნათლებელი იყოს. ისინი აჩერებენ ისევ ამ სუბიექტს, რომელიც სუნი აზრის ამ ქლორის და ეუნებიან მაპატით რუსულად მაქსეს წაკითხული, რუკი პაკაჟი. ეხლა მე გიყვებით თქვენ, აი სწორედ ისააკ ბაბელის ჩანაწერებს, თუ როგორ ხდებოდა ეს პროცესი პეტერბურგში. და როგორც კი თქვენ გაიშვერდით ხელს და დაინახავდა ეს ჩეკის რაფინირებული, მოვლილი ხელი, მანიკურით მომზადებული ხელი, თავისთავად ცხადია, ცხოვრობდი ზუსტად იმდენ ხანს, რა დროც ჭირდებოდა შენს მიყვანას უახლოეს კედლამდე. შედეგი გასაგებია. აი ხო, როდესაც მიხვდნენ ეს არისტოკრატია, რომ აი ეს სერიოზულად არის უკვე საქმე და აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ეხლა მაინც ასე ვთქვათ, ვეძახოთ ეს არისტოკრატია, მაგრამ შინაგანი მოთხოვნილება რაღაც ესთეტიკის მიმართ, რაღაცა რაფინირებულის მიმართ მათ ჰქონდათ და ვერც წაართმევდი. ვიმეორებ, არ ლაპარაკიან ნარიშკინებზე, გალიცინებზე და ხდებით, ხო? ამიტომ ისინი იკრიბებოდნენ და უკვე საშუალება აღარ იყო თქვა კონსერვატორიის იმის, მაგრამ კამერული მუსიკის მოსმენად მაინც რჩებოდა მისი სულიერი მოთხოვნილება. ამიტომ იკრიბებოდნენ და აი წარმოიდგინეთ, გაკრული ქაღალდზე დაწერილი თქვა აფიშასავით აი ესე, ანუ
და უნდა შესრულდება თქვა დავიყოთ რა მენდელსონის ალეგრო მონტო აპასიონატა და გამოდის ქალბატონი ვიოლინოთ რათა შეასრულეს ეს და რას წერს ახლა ისააკ ბაბელი რომ ვერაფერს ვერ მოისმენდითო ამ კამერო მაშინ რა ქვია მუსიკაში იმდენად რამდენადაც ყველა მსმენელსო ქვები ეჭირა პატარა კენჭები ხელში და ამუშავებდნენო კენჭებსო და ისეთი შარიშურისმო და მენდელსონს კი არა ვერაფერს ვერ გაიგებდიო ახლა რა ხდებოდა ანუ ისი მათმა იცოდე თუ არ გაუჩნდება კოჟრები რასაც ქართულად რო თქვა მაზულებს ეძახიან ხო იმ წუთში შენ განწირული ადამიანი ხარ. ხვდებით რა ხდებოდა? აი ამუშავებდნენ და აი ეს უბედური შემდეგ ხდებოდა ესე იგი გრიმის ჩაზილვა, იმაში რა ტრაურნი ასე თქვა ფრჩხილები აღდარიყო და აი სწორედ ეს გამოდის ეს ბედნიერი ადამიანი, რომ არისტოკრატი და უკვე თამაშობს ამ მონის როლს, ისე ღრმად დარწმუნებით რომ მას ვერაფერი ვერ გააჩერებს. აი ეგა და ისე მოდის მეორე მხრიდან ჩეკისტები და საშინელი გაჩერებენ ისე ხდებოდნენ, აჩერებენ აი ამ არისტოკრატს და საშინელი კითხვა. ეს ანუ ბრძანება. ახლა მოვატე დრო სულად ვიტყვი. Вши покажи. ანუ ტილები მანახე. თუ ეს არისტოკრატი ხალხო არ ჩაიყოფდა იღლიაში ხელს და იქიდან არ მოიყვანდა ტილებს, ცხოვრობდა ზუსტად იმდენ ხანს, რამდენი ჭირდებოდა მის უახლოეს კედლებთან მიყვან. აი ესე გაქრა ეს არისტოკრატია და მე გეტყვით, ვინც ვერ გაასწრო ევროპის მხრიდან აი ამ სისტემას, ჩინეთის საზღვრიდან აპირებდა გაქცევას. ამიტომ ძალიან თქო დაფიქრდით. ეხლა მოდით ჩვენ ხედავთ, ახლა ჩვენი მკვდარი ვიტიროთ, არ მინდა ეს ნარიშკინები და აი ესენი. მოდი გადავხედოთ ჩვენ აი ამ 1000 სლოვან, კიდე უფრო მეტი 3000 სლოვან ისტორიას და აღმოაჩენთ ერთ საოცარ რაღაცას, რომ მთელი ჩვენი არსი, ჩემი არისტოკრატია სამწუხაროდ ვერ ეტევა არისტოტელის განსაზღვრაში რა არის არისტოკრატი. ხვდებით? არც ერთი ჩვენი არისტოკრატი, ანუ რა ვიმეორებ თავიდან, რა არის არისტოკრატი? არისტოტელის აზრით, რომელიც ყოველ დღე და ღამე ფიქრობს, რომ გააძლიეროს სახელმწიფო ისეთნაირად, რომ მან იცის, რომ აუცილებლად ვიღაცა მოვა, წაგართმევს ყველაფერს, რომელიც რაც გაქვს, რაც არ გაქვს და ყველაფერს გაგანადგურებს. და მე მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. აი მე არ მესმის, როგორ უნდა გადაეტანა ჩემ არისტოკრატიას ბჭყალებში, როდესაც ვიღაცა შახი დედოფალს იბარებს, ჩადის დედოფალი და იწყება ის ტანჯვა წამება და გახურებული შანთით ამ ქალის წვალება. ხვდებით რომ არავით არის აი ეს რაღაც, ანუ რა არიცოდნენ რომ მას გამოიძახებდა, ხვდებით? არიცოდა რომ ის თავზე გაჟდა. ამიტომ მოდით უკვე აზრი გასაგებია, დავფიქრეთ იმაზე, რომ საშინელება იწყება იქიდან, როდესაც შენ იძახი, რომ შენ არ გაინტერესებს პოლიტიკა. არ ვიცი ხა რამდენად მე დროში ვერ ვეტევი და ვერ ვისაუბრე, მაგრამ საკმარისია თუ დაფიქრდებით აი ამაზე, გაეცით პასუხი არისტოტელეს, რომელიც შემოგითხოვა ვიმეორებ 23-24 საუკუნის წინ, რომ გამაგებინე როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს ის, რაზეც არის დამოკიდებული, არა მარტო შენი კარგად ყოფნა, ცუდად ყოფნა, არამედ საერთოდ შენი ყოფნა არ ყოფნა. და მე ვლაპარაკობ საქართველოს ყოფნა არ ყოფნას. გასაგებია ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ძირითად ეთიკად უნდა ვაქციოთ, ანუ ის ინტერესი, რომ შევქმნა მე საზოგადოება, რომელიც შექმნის იმ სახელმწიფოს, რომელსაც ესე ადვილად თავში ვერავინ ვერ წარმოუდგენს. მე მგონი არ მოიძებნება ჩვენი მსვენელიდან არც ერთი ადამიანი, ვინც მეტყვის, რომ აი ეს არ არის საჭირო. ამიტომ მოდი გავაჩენოთ და გავჩერდები აი ამ საკითხზე. ეს უკვე ზომაზე მეტიც ვილაპარაკე ამ არისტოტელეს. მაგრამ უნდა გამოვიტანოთ საბოლოო დასკვნა არისტოტელეს ეთიკიდან, რომ არისტოკრატი იგივე კეთილშობილი ადამიანი, იგივე პოლიტიკოსი, იგივე თავისუფალი ადამიანი, რომლის გარეშე შეუძლებელია იმ საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც მოგცემს საშუალებას მიიღოს ადამიანის საკადრისი ასე სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ეხლა ჩვენ ცნება თავისუფლებაზე გექნება ძალიან სერიოზული საუბარი. უბრალოდ დავიახლოვთ თავისუფლება ეს არის ყველაფერი. ეხლა მე უნდა წარმოგიდგინოთ არისტოტელის ეთიკის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანტის ეთიკა და მე შევაჯამოთ ყველაფერი ქრისტიანულ რელიგიურ ეთიკასთან დაკავშირებით. თქვენის ნებართვით ეხლა მე ასე ვთქვათ არისტოტელეს დავტოვებ დროებით და შევეცდები ეთიკის არსზე ველაპარაკოთ იმანუელ კანტის შემოქმედებიდან. ესე იგი, ხდება ჩემ ცხოვრებაში ძალიან საოცარი ფენომენი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მებადებოდა კითხვა. აი ავიღოთ ზნეობა, ეთიკა, მორალი,
ეს არის სინონიმები თუ რაღაცა განსხვავებული ცნებები. და მართლაც რა იცი, რომ ხანდახან ფიქრობ, თითქოს ერთი აი ჩვენ საუბარში შეაცხადა რომ მორალური ადამიანი, ჩემთვის იგივე რაც ეთიკური ადამიანი, ზნეობრივი ადამიანი. აი პირველად მოხდა, როდესაც მე ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, როცა პირველად კანტმა გამაგებინა, რომ დიდი განსხვავება ცნება მორალსა და ასე ვთქვათ, ეთიკას შორის. ეხლა არ იფიქროთ აიღებ წიგს, ასე ვთქვათ, კანტის წიგს და იქ პირდაპირ გიწერია აი ეს რა განსხვავებები. არა, ის გაძლევს ის უდიადეს პოტენციალს, რომ გინდა არ გინდა მიდიხარ აი ამ დასკვნაზე. ამით არის კანტი და საერთოდ გერმანული კლასიკური ფილოსოფია ამით არის გენიალური, რომ გაძლევს იმპულსს თუ როგორ გაიზარდო. და ჩვენ ამიტომ ვაქციat გერმანული კლასიკური ფილოსოფია ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მატრიცული თეორიის მატრიცის ჩამოყალიბებაში. მოდი დავიწყოთ ახლა თავიდან. ნახეთ რა არის. როგორ ფიქრობს ქართველი, რომ დაგანახოთ ეს კანტის გენიალური აზროვნება, მე შევეცდები, ასე ვთქვათ, გავშალო ეს თემა ჩვენი გაგებით. და რომ უფრო ადვილი გასაგები იყოს მსმენელსაც, თუ რა დაწერა ამ ბიჭმა აი ამ მეტაფიზიკურ საფუძვლებში. ეხლა ნახეთ რა არის. გააჩერეთ ნებისმიერი ქართველი კაცი და ის გეტყვის, რომ რაში მჭირდება იმ ეთიკისთვის, აი ამ მორალისათვის, კანტი, ჰეგელი, ფიხტე, ანუ სოკრატე, პლატონი ხდებით, ხო? მე მაქვს უდიადესი კულტურა, მაქვს უდიადესი მწერლობა, ლიტერატურა, ამიტომ მაქვს ტრადიციები, ჩვევები და რაში მჭირდება სხვისი, იმიტომ რომ ყველაზე ახლობელი არის ჩემი ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც მე მომცემს იმის საშუალებას, თუ რა შეგვექნა ის ეთიკა, რომელიც მე მჭირდება და რომელიც შექმნის იმ საზოგადოებას და მივიღებ სახელმწიფოს. მოდი დავიწყოთ ჩამოწეროთ, რას ვტრაბახობთ ჩვენ, რომ მაქვს მე ტრადიციები, ადათ-წესები, ჩვევები და რასაც მოიფიქრებთ, აი ეს შეიძლება ჩამოიწერეს აი. ამიტომ მოდით მოვიცე, ხა ვიცი მე, როგორც ასე ვთქვათ, პატიოსმა ქართველმა და თვითკრიტიკაც მიდის რაღაცა გარკვეული ზონით, რომ რა არის, რა თქმა უნდა, ჩემ ტრადიციებში, ადათ-წესებში, ჩვევებში რაღაცა ის ნეგატიური, რომელიც მოსაცილებელია. ამიტომ მოვიქცეთ შემდეგნაირად, აი, როგორ გელაპარაკება ერთი დაბრძენებული, აი ესეთი ჩვენი ქართველი ადამიანი. რომ მოდით, მე ვიცი რომ არსებობს ნეგატიური, არსებობს პოზიტიური ჩემი იმაში, ამიტომ შევამციროთ პოზიტიური აი ამ ყველაფერში, კულტივირება გავუკეთოთ, ასე ვთქვათ, იმას ქვია, დადებით და მივიღებთ იმ საფუძველს, რაზეც აშენდება ჩვენი ურთიერთობის ჰარმონიის, ასე ვთქვათ, ეთიკა. აი სწორედ აი ამის აბსოლუტურად კატეგორიულად წინააღმდეგია ემანუელ კანტი და ის ამტკიცებს, რომ ეთიკას არავითარი კავშირი საფუძველი არ აქვს ტრადიციებთან, ადათ-წესებთან, ჩვევებთან და აი აქ იწყება ჩვენი ტრაგედია. და მე ახლა მინდა ასე ვთქვათ, ჩემ ხარჯზე გადმოვიყვანო ყველა, ვინც კანტი ასე ვთქვათ, აქცია თავის შემოქმედების უმაღლეს მწერლად, ახლა მაინც დამეხმარეთ, რომ ეს ასე ვთქვათ, კანტის აზრმა ერთხელ და სამუდამოდ როგორც ეთიკის დარგში გაიმარჯვოს საქართველოს. და მე მართლაც ყურადღებით ავარ. ყველაფერზე ლაპარაკობს კანტის გენიალურობაზე, მაგრამ აი ეს მართლაც არ გენიალური, იმაზე ხმას არავინ არ იღებს. ამიტომ მოდით ერთხელ და სამუდამოდ მივაქციოთ ყურადღებას ამ უნიკალურ ნაშრომს კანტისას. ეხლა ნახეთ რა შეა საქმე. მოდით დაფიქრდეთ, კანტი იძახის, რომ სწორედ აი ეს ტრადიციები, ადათ-წესები, ჩვევები არავითარ, ასე ვთქვათ, კავშირში არ არის იმ ცნებასთან, რაც არის ეთიკა და შემოაქვს საოცარი ფრაზა, რომ პრაქტიკულ ფილოსოფიაში ეს ნაწყვეტი არის, ახლა მე ზეპირად გეტყვით ნაწყვეტს აი ამ წიგნიდან, რომ პრაქტიკულ ფილოსოფიაში ყურადღება უნდა მიექცეს არა იმას, რაც არსებობს, არამედ იმ კანონებს, რომელიც საჭირო რომ უნდა იყოს, თუმცა ის არასდროს არ ასრულდება. ეხლა მე გეტყვით, ახლა პირველად როცა მე ეს აზრი დავფიქრდი, რაში მჭირდება ის კანონები რაღაცები, რომელიც არასდროს ვერასდროს ვერ ახსოვდება. ვიმეორებ, ყურადღებით იყავით, აი ეს მართლა ძალიან საინტერესო ფრაზა აქვს ნათქვამი ამ წიგნში ამ კანტს, რომ პრაქტიკულ ფილოსოფიაში საქმე ხება არა იმას არსებობს, რაც არსებობს, არამედ არამედ იმ საჭიროს, რომელიც უნდა იყოს, თუმცა ის არასდროს არ ახსოვდება. ნუ მარტივად რო ვთქვათ, აი ესეთი რა. მივიღეთ ჩვენ კანტის ორი უნიკალური ცნება, არსებული და საჭირო. აი მოდი ეს დავწეროთ ახლა აქ. არსებული და საჭირო. ნახეთ რა შეა საქმე. დავუკვირდეთ, რომ კანტისთვის არსებული არის ტრადიცია, ადათ-წესები, ჩვევი, ანუ ის არსებული. და ყველა ნორმალური ქართველი ნუ დაფიქრდეს, რომ კი, ვიძახი, რომ უკეთ გადასარევი მაქვს ტრადიციები, ჩვევი, მაგრამ რა მომიტანა აი ამ ჩვევებმა? ხვდებით ხო რა? ანუ არსებულმა რა მოიტანა? გეტყვით, არაფერი. მოიტანა დანგრევა, დეგრადაცია და გვეცლება ქვეყანა
დემოგრაფია ყველა სისტემა იშლება. და ვაქოთ ეს ტრადიციები, ეს ადაწესები და დაუკვირდით კანტმა უკვე ჩემამდე როდის თქვა, აი ესა, რომ ტრადიციები და ესენი არავითარ კავშირში არ არის იმ ეთიკასთან, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. ანუ სიძლიერეს. თუ აი ამაში უკვე და სხვანაირად არ შეიძლება, ამიტომ არ დისკუსია იქნება ჩემთან ამას დაკავშირებით, მაგრამ უნდა მიხვდე, გაიხედე, გამოიხედე რა ხდება და რა მოიტანა, აი ამ მოიტანა არსებულმა და მაშინ სამდუნავეძებოდ გამოსავალი. არა არსებულში, არამედ იმ საჭიროში თურმე ისევ კანტი, რომელსაც შეუნდა ისრებ, თუმცა ვერასდროს მაგას ვერ აღასრულებ. ეხლა იწყება ჩვენი ასე ვთქვა ძალიან პრაქტიკული, ანუ ჩვენი გონი ამუშავდება შემდეგნაირად, რომ რაში მჭირდება იმ ზნეობის, იმ ეთიკის ისეთი რაღაცა საფუძვლები, რომელსაც მე ვერასდროს ვერ მივწდები. თუ თქვენ აი ესეთი სუბიექტი გეტყვით აი ამ გამოთქვას აი ამ ას თქვენ უკვე გუნებაში აღმართებაში ნუ გაუმახვილებთ ყურადღებას ამ ინფანტილურ ადამიანს და უნდა მიხვდეთ რომ აი ეს ადამიანი საერთოდ არ არის ქრისტიანულ ეთიკაში გაცნობიერებული და ეს ჩვენი უბედურების პირველი საწყისია ჩვენმა ეკლესია ყველაფერი გააკეთა ვიმეორებო შეეზიზღებინა ადამიანებს საერთოდ ქრისტიანობა შეეზიზღებინა ეთიკა და საფუძველი სულიერი საფუძველი გამოგვაცალა იმან რომელსაც აეშენებინა ეს საფუძველი ამაზე სხვა მოგვიანებით გვექნება საუბარი ეხლა არ იფიქროთ ეს არის გაუაზრებელი ჩემი ფრაზა მტკიცებულებით ვიმეორე მატრიცული თეორია იმიტომ არის მატრიცული თეორია რომ ყოველი აზრი ყოველი წიანება ყოველი თეზა მოვა მტკიცებულებით ამიტომ გავანებოთ ჯერ ეხლა ეკლესიას თავი და ეხლა მე გეტყვი რომ ქართულ ცნობიერებაში თქვათ ქრისტიანული ეთიკა საერთოდ არც მუშაობდა და არც უმუშავია ეხლა რა არის თქვათ ავიღოთ 10 ცნება დაუკვირდით რა ხდება 10 ცნება რა არის ვიცი ჩვენ არ მოკლა არ იკურდო არ იმუშო და ასე შემდეგ ქართულ ადამიანი მოდის და მეუნეო მეტრაბახება რომ ეს ეკლესიებს აშენებს ანუ ქრისტიანია და მეუნეო მე არ მომიკლავს არ მიმრუშია და მესამე რა ვთქვი ანუ ესე იგი არ მიქურდია ეხლა მე გეტყვით, ხა როგორ დავუჯერო მე არ ვიცი ეს არც გამოძიება ვარ არ ჩვენაფერი, მაგრამ მე გეტყვით რომ მას საერთოდ არ ესმის ქრისტიანული ეთიკა. რა არის ქრისტიანულ ეთიკაში მე გეტყვით რომ თუ თქვენ დაწყევლეთ ვიღაცა ადამიანი, უნდა იცოდეთ რომ თქვენ ის უკვე მოკალეთ. თუ თქვენ შეგშურდათ ვიღაცის, თქვენ უკვე იქურდეთ. თუ შენ ვიღაცის ცოლი მოგეწონა ვიღაცის ქმარი, შენ უკვე იმბრუში. ხდებით? ამიტომ გამოდის, რომ ეხლა მე მოკლედ ვაპარაკობ, როცა ჩვენ ვიქნება სერიოზული მიდგომა ამას, თუ საჭირო იქნება ძალიან გავშლით აი ამ თემას, მაგრამ მოდი ეხლა დავკმაყოფილდეთ ერთი გარკვეული დასკვნით, რომ ქრისტიანული ეთიკა, ანუ 10 ცნება, ეს არის ის საჭირო, რომელსაც შენ უნდა ისწრაფო და ვერასდროს ვერ მიაღწევ. ხდებით რაშია საქმე? ამიტომ შენ მეტრაბახები, რომ აი არ მოგიკლავს, არ გიქურდია გასაგებია ხო? ამიტომ მივიღეთ უკვე გასაგებია რა არის არსებული, ანუ ტრადიციები და რა არის საჭირო. მოდი შევჩერდეთ ეხლა ბოლომდე რომ გაიხსნეს, ეხლა მაპატიეთ რომ მე ეხლა ბევრად მაინც შეზღუდული ვარ დროში და თქვენაც რომ არ მოგწყინდეთ, მოკლედ წარმოვადგენ და თუ იქნება ინტერესი, ვიმეორებ, რა თქმა უნდა, გადავიმეორებთ ამას უფრო ღრმად და მთელი ამ პროცედურით. ანუ მივიღეთ ორი ცნება უნიკალური, ანუ კანტის არსებული და საჭიროზე დაპირისპირება და მსჯელობა. ამიტომ მე წარმოვადგენ ეთიკურ ადამიანს და ამ მაგალითზე ავხსნი უფრო ღრმად, რას ნიშნავს არსებული და რას ნიშნავს ეს საჭირო. მოდი დავიწყოთ, მოვახდინოთ ცოტა ცუდი სიტყვა, მაგრამ გვაქვს უფლება აი ამისი, იმიტომ რა არის, ეხლა მე გეტყვით, რომ პასუხისმგებლობა ისტორიის მიმართ მან თავისუფლებას მაპატიეთ და თქვენ პასუხისმგებლობისაგან. ხდებით, იმიტომ რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა არის ისტორია, რაც უნდა ჩვენ გავიაზროთ. ამიტომ მოდი მე გავბედავ, წარმოგიდგენთ ადამიანების კლასიფიკაციას ეთიკური ხედვის კუთხიდან. ამიტომ დავიწყოთ ჩემთვის ყველაზე უმდაბლესი ეთიკური ადამიანი და ადამიანსაც ვერ დავარქვევ. ეს არის რაღაცა არსება, აი ეს არის ის მონა, ის ხარი, ის ცხოველი, რომელიც არისტოტელესთან ჩვენ ვისაუბრებთ. აი მას მოდი დავარქვათ სუბიექტი. ეხლა ძალიან თოთ მეაქციეთ რომ არსებობს სუბიექტის კონტექსტში სხვა გაგება. არსებობს იურიდიული სუბიექტი, სუბიექტი, ობიექტი. ჩვენთვის პრაქტიკულ ფილოსოფიაში სუბიექტი არის ის რაღაცა აი ხო გეუბნებით რაღაცა არსება, რომელიც არ ცნობს არც არსებულს და არც საჭიროს. ქართულად ეხლა მოდი გავშალოთ რა არის ამ შემთხვევაში არსებული და რა არის საჭირო. აი ამ ცხოველს შეუძლია ისტორიულ ფრესკაზე დანით ამოწიფროს თავის სახელი,
ხვდები და დისკომფორტიც კი არ განიცდის, ვერ ხვდება იმას, რომ ეს არ შეიძლება. არ ვიცი ახლა რამდენად აზრი გამოვთქვი. ავიღოთ მეორე კომბინაცია. ნუ არსებობს ხო რაღაცა, აი მაგალითად ტრადიციები, რაღაცა ეს ჩვევები. აი მაგალითად თუ პატიჟებ აი ამისთან სუბიექტს, რომ მოვიდეს 8 საათზე ვახშამი რაღაც რაღაცა, მოდის ღამის 12 საათზე, გაუპარსა გახეთქილი მთვრალი 12 მაგათთან ერთად. ხვდებით ხო ეს სუბიექტი არსებულს საერთოდ არ აცნობს. ანუ იმ როგორ ვთქვა, აი რაღაცა ჩვეულებრივ წესებს თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანის საზოგადოებაში, ის არ აცნობს არსებულს. თავისთავად ცხადია, რომ საერთოდ საჭიროზე წარმოდგენა არ აქვს. ანუ აცნებაზე და რაღაც ამაღლებულზე ის რასაც კანტი ზაღის საჭიროს რომ სად უნდა ისწრაფოს. მისი სწრაფვა მხოლოდ სახინკლისკენ სწრაფობები და არავითარი რაღაც ამაღლებულზე სწრაფვა არ არის. ამიტომ შევთანხმდით, რომ სუბიექტი ეთიკური თვალსაზრისით, რომელიც არ ცნობს არც საჭიროს, არც არც საჭიროს და არც არსებობს. ცოტა იმიზებით დგას ეგეთი, ასე ვთქვა, ფენომენი. დავარქვათ მას ინდივიდი. ინდივიდი. ეხლა ინდივიდი, აი ეს ინდივიდი ხალხო, ეხლა მე გეტყვით ვინ არის. ისინი ტელევიზორში გამოდიან, ჭკუას გვარიგებენ. ეს არის ჩვენი ინტელიგენცია. ანუ რო დაიბარებ თქვა ტელევიზიაში ის მოვა გაპარსული ყველაფერი. ვახშამზე ასე ვთქვა დაპატიჟე წუთი წუთზე მოვა ფრანგული დუხით გაპრიალებული, ანუ არსებულ, ასე ვთქვათ, ჩვევებს, არსებულ ტრადიციულ ნორმებს, ეთიკის ნორმებს თითქოს როგორც თვითონ ეძახის, ის აღიარებს. არსებულს აღიარებს. მაგრამ დასცინის საჭიროს. ხა რას ნიშნავს? აი ამ სუბიექტს შეუძლია ვიმეორებ, შეცდომას არ დაუშვას ურთიერთობებში, ეგასმით, მაგრამ მას შეუძლია და მიხვდებით ახლა რაზეა საუბარი, მას შეუძლია თქვათ იყო ერთი პერიოდი ასე ვთქვათ შემნახველი სალაროები და ჩვენი მშობლები, ბებიები, ბაბუები თავის დასამარხ ფულს აი აგროვებდნენ აი და ხდება საოცარი, რომ ვიღაცა ესეთი ინდივიდები იპარავენ აი ამ ფულს და მე ეძახიან მე რა შუაში ვარ, ეს ყველაფერი წესრიგში. ხვდები? ანუ ეს ადამიანი საერთოდ არ აცნობს საჭიროს, მაგრამ არსებულზე ხვდებით ხო დებს თავს. ამიტომ დიდხანს არ გავჩერდები, ეს ჩემზე კარგად იცით ვინ არის ეს ადამიანები. ამის ზევით მოდის ადამიანი. ეხლა ადამიანი არის, რომელიც ხვდება, რომ არსებულმა ვერაფერი კარგი ვერ მოიტანა. და კიდევ ერთხელ მინდა გამომახვილო, დაფიქრდით ხალხო. ის რაც ჩვენ გქონია სულიერება, რაც ჩვენ ვქონით არსებული ტრადიციები, ჩვენ რა მოიტანა. ვერაფერი ისეთი კარგი, ვიღუპებით და განწევლებად და ვიმეორებ ადამიანი არის, რომელმაც მიხვდა, რომ არსებული არაშედეგიანია, აზრი არ აქვს. მაგრამ მან არ იცის სად ეძებოს ის საჭირო, ხვდებით? ანუ აი ეს ათიცნება როგორ იშლება. ხვდებით? ესეც პრობლემატური. ანუ მას აქვს და ეს ადამიანი ჩვენ მივიღოთ უკვე ეს არის მაციებელი ადამიანი, ანუ შემეცნება დაინტერესებული ადამიანი. ეხლა ამის ზევით უკვე დგას მოდი ეს ახლა მე გეტყვით რომ ეს არის მატრიცული თეორიის კლასიფიკაცია, ამიტომ თამამად შემიძლია ვილაპარაკოთ და ჩვენი გააზრებაა ეს. ამიტომ ადამიანის ზევით დგას პიროვნება. ეხლა ვინ არის პიროვნება, რომელიც არსებულს საერთოდ არ აცნობს, რომ იცის რომ შედეგი 0. არსებულს არ აცნობს. იცის რომ არსებობს საჭირო. ისწრაფის იმ საჭიროსა მიუხედავად იმისა იცის რომ ვერაზრს ვერ მიაღწევს, მაგრამ მაინც ისწრაფის ამ საჭირო. ეს არის უკვე პიროვნება. და ეხლა მე მინდა რომ კიდევ ერთი დავამატოთ აი ამ კლასიფიკაციას და მას ახლა უწოდოთ ზე ადამიანი, ანუ ეთიკური ზე ადამიანი. ზე ადამიანი. ზე ადამიანი. ეთიკურმა ზე ადამიანმა ძალიან კარგად იცის რომ არსებული ეს 0 არაფერი. იცის რომ არსებობს საჭირო. იცის რომ უნდა ისწრაფოს ამ საჭიროსაგან, მიუხედავად იმისა რომ მან იცის რომ ვერასდროს ვერ მიაღწევს ამ საჭიროს და ამ საჭიროს კიდევ ამატებს იმ საოცარ საჭირო რაღაცა ფუნქციებს, რომელსაც უფრო რომ ვერ მიაღწიო. ხვდებით? და ახლა მე გეტყვით რომ აი რო დავთვალე მე აი ესეთი ადამიანები, რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ მე გეტყვით რომ დავთვალე მხოლოდ 2 ადამიანი აღმოჩნდა ესეთი. ეს არის სოკრატე და მეორე ვაჟა, რომელიც მარტო თავისი ცხოვრებით კი არა, და ახლა სოკრატეს თავი დავანებოთ, ახლა ვაჟამ რამდენი რამ დაამატა იმსა რომ ვერ შეწვდე
იტირე, კარგი იქნია. ხვდებით, ან მარტო ამას ვიტყვი და მე დავფიქრდეთ. გასაგებია, ხო? ფაქტობრივად ეს ბიჭი და ამ ბიჭს რა გაუკეთეს ამ ბიჭს? შიმშილით მოვკალეთ ეს ადამიანი. ხვდებით, ეს არის ამას მოდი ძალგე იქნება საუბარი. უკვე გასაგებია, რომ არსებობს, მოდი ახლა გავაკეთოთ გარკვეული რეზიუმე, რომ თავიდან ვიმეორებ ჩვენ გავაკეთეთ უკვე დასკვნა არისტოტელეს ეთიკა, რომ პოლიტიკა, თავისუფლება, ეს არის კეთილშობილება, აი ეს არის ის საფუძველი, რომლის გარეშე საერთო ადამიანი არ არსებობს და ხდება საოცარი. რომ აქაც ჩვენ ვნახეთ, რომ და მიაქციეთ უკვე არის რაღაცა მსგავსება. თუ არისტოტელეს ეთიკიდან ჩვენ მივიღეთ სოციუმი დავყავით, ანუ არისტოკრატია და მონებად იგივე რაღაცა ჩავიდინეთ ჩვენ კანტის ფილოსოფიას დაყნებ, მაგრამ უფრო მივეცით, უფრო მრავალფეროვნება აი ამ ფენომენს. ანუ ფაქტიურად მე გეუნებით, აი ადამიანიდან იწყება ზევიდან ადამიანი, აი აქამდე ესენი მართლა ველურები, მონები და ანუ ცხოველია, გასაგებია, ხო? ამიტომ მივიღეთ ერთი რა, რომ კანტის ფილოსოფიაც ფაქტიურად ყოფს ესე კეთილშობილებად და მარტივად რომ ვთქვათ, ანუ როგორ საჭირო და არსებულად. გასაგებია, ხო? ამასაც მივაქციოთ ახლა ყურადღება. ამიტომ მე ახლა გავბედავ, რომ ცოტა შევეხო იმ პიროვნებას, რომელმაც მართლა ძალიან ნებათაღელვა გამოიწვია მე-20 საუკუნიდან, აი ეს არის ფრიდრიხ ნიცშე. ამიტომ ვთხოვ, ახლა მე წინასწარ უკვე მზათა ვარ იმისათვის, რომ ძალიან ალბათ ბევრი ოპონენტი გამომიჩნდება. რომ ეს თქვათ ისი არ არის როგორც ის ხედავს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ყველაფერი მატრიცული თეორია, ეს ის გლობალური თეორია, რომელიც ნებისმიერ დარგში, ნებისმიერ მიმართულებაში დაგანახებს ისე როგორც საჭიროა. ვლებით და თუ შენ მარტო ესე ხედავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ახარ მართალი და ამიტომ ჯერ ვისაუბრო და მე თუ საინტერესოა ჩვენ მზათა ვართ, რათა ყველას გავაგებინოთ თუ როგორ უნდა შემეცნება, როგორ ამაღლებული შემეცნება, როგორ მიმდინარეობს ადამიანის გონებაში. დავიწყოთ ფრიდრიხ ნიცშე. ეხლა მე გეტყვით, რომ წინამდებობაში არ თითქოს ამ შემავსუბუქებელი დამოკიდებულება, აი აგრესიული დამოკიდებულება ნიშნავს მე გასაგებად მიმაჩნია, იმიტომ რომ როცა პირველად მე შევხვდი ამ ადამიანს, სულ შემთხვევით ამაზე, ეხლა დროს ნუ დავკარგავთ, ანუ როცა პირველად ჩავიგდე ხელში მისი ცნობილი ნაწარმოები, ასე ლაპარაკობდა ზარატუსტრა და დავიწყე მისი კითხვა, დაახლოებით იყო 14-15 წლის და მე გამიხდეს ის შეგრძნება, რომ რაღაცა პათოლოგს ველაპარაკები, ანუ რაღაცა გამაოგნებლად რაღაც საშინელება. ეხლა მე გეტყვით, როდესაც მოდი ხა დავიწყოთ საიდან იცით, რომ მე შევეცდები წარმოგიდგინოთ მისი ცნობილი ნაწარმოები, ასე ლაპარაკობს ზარატუსტრა, რაღაცა გარკვეული იმ ძირითადი ნელი, რომელიც იწვევს, ასე ვთქვათ, შეშფოთებას. ეხლა რა არის სიუჟეტი ამ ფილოსოფიური შედევრის. სიუჟეტი ის არის, რომ სადღაც ზარატუსტრა ნახევრად ღმერთი და ამას რა მოგვიანებით ვილაპარაკეთ, რატო შეარჩია ცალკე საუბრის თემა, რატომ შეარჩია ფრიდრიხ ნიცშემ ზარატუსტრა, ეს იგივე ზერდუშტი, ანუ აღმოსავლური ფილოსოფიის უნიკალური, ანუ დუალიზმის ფილოსოფია. ამას რა მოგვიანებით ვილაპარაკეთ, ამას გამონებოდ დაივიწყეთ ახლა რაც ვთქვი და გადავდივართ იმაზე, რომ ვიღაცა ნახევრად ღმერთი ზარატუსტრა ცხოვრობს მთაზე, არწივთან და გველთან ერთად, ეს პრიმიტიული სიმბოლიზმია. თავისუფლება, არწივი და გველის სიბრძნე და ის ჩამოდის, რათა აი ამ ცოდვილ მიწაზე ხალხს ასწავლოს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, ზუსტად იგივე, რაც ხდება არისტოტელესთან, რაც ხდება კანტთან, იგივე ხდება ნიცშე, იმიტომ რომ ნიცშესათვის მთელი ეს საზოგადოება, ეს უბედური სამყარო იშლება ასევე ორ ნაწილად. იშლება ესა ბრბო და ზე ადამიანი. ეხლა თქვენ ისით რომ ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს არის ფაქტიურად მე-19 საუკუნის დასასრული და ფაქტიურად აი ამ ბიჭმა აი ეს ფრაზა ზე ადამიანი, სუპერმენი და შვარცენეგერი რა ფაქტიურად აი ამის განვითარებით იწყება. აი ზე ადამიანი. და უკეთ რა არის? ზუსტად იგივე არის. თუ არისტოტელესთან ვიმეორებ, არის მონა და არისტოკრატი, აქ არის ბრბო და ფაქტიურად რეალობაში ერთი და იგივე, რომ განსხვავება. მაგრამ განსხვავება იმაშია, როგორც განსხვავება მსგავსება, რომ ფაქტიურად გეუბნება არისტოტელესთან განebe შენ მონებს თავი. ზუსტად იგივე სიზახის ზარატუსტრა. განebe ბრბოს თავი. ის მაინც ვერაფერს ვერ გაიგებს.
ჩვენ საუბარი ეხება ზე ადამიანებს. მოდი ჩავთვალოთ დროებით, რომ ჩვენ ყველა ვართ ზე ადამიანები და მოდი ამ კუთხით შევხედოთ აი იმ დარიგებას, იმ შთაგონებას, რაც აი იქ და ნახევრად ღმერთი ჩამოსულია მწოდნი მიწაზე ელაპარაკება მე. ეხლა დავიწყოთ აი აქედან. პირველი დარიგება დაახლოებით, რომ გადახვალთ აი ამ წიგნში უკვე აღმოაჩენთ, რომ გაფრთხილებს ეს ზარატუსტრა. ფაქტობრივად ფრიდრიხ ნიჩე გაფრთხილებს, რომ ბაზარში რომ გახვალო, მაინდა-მაინც ნუ ილაპარაკებ, რომ შენ აი ამ ბრბოზე ზევით გეხარ, ანუ მაღლად გეხარ. იმიტომ რომ ბრბო მოგიბრუნდება და გეტყვის, რომ ღმერთის წინაშე ყველა ერთია და მე ჩურჩულით გეტყვით, რომ იმ დეგენერატებმა არ იციან, რომ ღმერთი დიდი ხანია მოვწდა. დაფიქრდით ახლა პირველ ფრაზაზე. ყურადღებით იყავით პირველი და მნიშვნელოვანი. ნიჩესათვის ღმერთი მოკვდა. ეხლა ვიმეორებ, ეხლა ჩემ პრიმიტიულ ისტორიაში შემოდით, ასე ვთქვათ, წარმოსახვით. 14 წლის ბიჭმა წავიკითხე აი ესა 15 წლისა, წავიკითხე რომ ღმერთი მოკვდა. ეხლა ეს რა პერიოდია? ეხლა რა არის, რომ მე ეკლესიას, იმას სულ სხვა თვალით უყურებ, რომ მომწონდა ეს ისე რა ქვია, სუნი, იმისი რა ქვია, სანთლების და ბებიაჩესო დაყვა დიდობის ეკლესიაში ხვდებით, ანუ რაღაც საიდუმლოებრივ, რაღაც ამაღლებული ეს ხატები, ეს ყველაფერი და უცებ მეუნება ეს კაცი ღმერთი მოკვდა. გამიშთა ესე შინაგანი პროტესტის გზნობა, ხვდებით ხო? ეხლა დავიმახსოვრეთ ეს და შემდეგ კითხულობ აი ეს და თქვენც გირჩევთ აი ამ კუთხით გაიცანით. შემდეგ ცოტა მოგვიანებით აი ნაშრომში ასე ლაპარაკობდა ზარატუსტრა, პირდაპირ გეუნებათ ფრიდრიხ ნიჩე, რომ ნუ გააკეთებთ სიკეთეს, რადგან სიკეთე დასასრულის დასაწყისია. ეხლა ნახეთ რა, იმდენად საშინელი ფრაზა, რომ პირდაპირ ვერ აღითხოვს გონება. ესე იგი, რა მითხრა ამ კაცმა? ვიმეორებ, ნუ გააკეთებ სიკეთეს, რადგან სიკეთე დასასრულის დასაწყისია. ეხლა მე ვიცის, რომ შეიძლება წესიერი ადამიანს ეს შოკირებადი, რომ მართლა გონება წინააღმდეგობას გიწევს, რომ არ გაიგოს. ამიტომ დავწეროთ აი ეს მარტივად სიკეთი არ გააკეთო. სიკეთის არ ქმნა, აი მოდი ესე ჩავწეროთ. ანუ სიკეთის არ ქმნა. არ ქმნა. მესამესაც გეტყვით, ცოტა გადახვალთ იქ რო კითხულობთ აი ამნა და უცებ შეხვდება ფრაზა, რომელიც შეიძლება აღშფოთდეს და თავი გაანებო ამ ნაშრომის კითხვას და მე გეტყვით ეს ფრაზა არის საოცარი. დამანგრეველი ფრაზა. წიხლი კარი ვარდნისას. ანუ თუ ადამიანი ეცემა დავიმახსოვთ წიხლის თეორია. ანუ ხვდებით რა ხდება, ანუ კარი ვარდნისას. კარი ვარდნისას. და ეხლა მაშინ ძალიან ბევრი შეიძლება მოვიყო მაგალითი, მაგრამ მოდი გავჩერდებით ერთზე და ეხლა განსაკუთრებით ქალბატონები მინდა ავამხედრო ნიჩეს წინააღმდეგ. ფრაზა მოდის საშინელი. რომ მიდიხარ ქალთან, კაც მიმართავს, მიდიხარ ქალთან, ნუ დაივიწყებ მათრახს. ანუ ხვდებით ხო რა საინტერესო ფრაზა, ანუ მათრახის თეორია. მათრახი. მეგობრებო, ეხლა წაშედით ჩემ მდგომარეობაში, ვიმეორებ ჩემ პრიმიტიულ, ასე ვთქვათ, ისტორიაში, გადმოვდით წარმოსახვით, რო წავიკითხე ეს ყველაფერი და კიდევ ძალიან ბევრი ამაში, ვიფიქრე ეს ვერ არის, კაცო დეგენერატია, რას მელაპარაკება აი ეს კაცი. ეხლა ხდება ჩემ ცხოვრებაში ესეთი რამ, რომ ესე იგი 15 წლისა, ნუ ადვილად გადავიტანე, ხა ემოციური კი ახარ, მაგრამ გართობები ესე, ამიტომ დავივიწყე ეს ისა და უცებ ჩემ ცხოვრებაში შემოდის ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნება და ჰუმანისტი ანტონ ჩეხოვი. ეხლა ნახეთ რა არის საოცრება, რომ ანტონ ჩეხოვსაც აქვს თავის წერილებში აქვს ნახსენები, პირდაპირ მნიშვნელობით არა, ნახსენები აქვს, ასე ვთქვათ, ნიჩეს ესე ვთქვია, ასე ლაპარაკობს ზარატუსტრა. ეს ნიჩე არა ნახსენები, მაგრამ ჩანს რომ ამაზე ლაპარაკობს. და ნახეთ რა სიძახის ნიჩე, то есть ანტონ ჩეხოვი, რომ ეს არისო იმ ადამიანის ფილოსოფია, რომელსაც კარებში მოყვა ხელია. ანუ ტკივილის ფილოსოფია და მოდით რა ახლა მე გეტყვით ეს დასკვნა არის უდიადესი ჰუმანისტის, მაგრამ როგორც ექიმის დასკვნა. ანტონ ჩეხოვი გახლავთ ექიმი. ეხლა მიაქციეთ ყურადღება რა ტკივილზეა ლაპარაკი. ეხლა არ ვიცი თქვენ იცით თუ არ იცით, მაგრამ აწუხებდა ფრიდრიხ ნიჩეს მუდმივი ჰაიმორიტი.
ესე იგი ყველამ დაგისა ნუ შეხვდებათ ეს ვისაც კი ერთხელ და მე მქონდა ეს რა ტკივილია ამაზე არ მინდა ვილაპარაკო. დაამატეთ აი ამას რომ მისი მხედველობის პრობლემა ჰქონდა ამ ბიჭს ფრიდრიხ ნიშეზე. თუ არ ავწდები +8 თუ 12 ჰქონდა. ანუ ფაქტიურად ბრმა იყო ეს ადამიანი. ეხლა არის კიდე ერთ მერიდეო, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ყაზბობა ეს არის ქართული სიტყვა არის, ანუ აბზობა საშინელი. ანუ ყველაფერი ეს რო აიღო ერთად, მართლა ფიქრობდა ეს ანტონ ჩეხოვმა თქმა ძალიან კარგად იცოდა თუ რა ჭირდა ებას, ეს არის გამწარებული ადამიანის ფილოსოფია, გეუბნება ღმერთი მოკალეს, სიკეთე არ გააკეთო, ყველა წიხლები დაუშინე და თუ გას დაენახა მათრახი დაუწყეთ, გასაგებია ხო? იმადება ესეთი აზრი და ვიფიქრე რომ აი ჩემი ასე ვთქვა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იუმორი და ჰუმანიზმით გაშენებული ანტონ ჩეხოვი, თურმე ჩემ ხარეზეა, რაც მე ვიფიქრე, იმანაც იგივე იფიქრა და ჩემი ცხოვრება ბედნიერად მიდის უკვე და სანამ არ მოხდა საშინელება. ეხლა უკვე დაახლოებით თუ არა 18 წლისაა და ჩემ ცხოვრებას შემოდის უკვე თომას მან. ეხლა რა თქმა უნდა ვკითხულობ ამ თომას მას როგორ იცით აი და ეს რა კეთყვით ეს არის ჰუმანიზმის უმაღლესი მწვერვალი და როცა ყველაფერი წავიკითხე რაც კი მომეპოვებდა 20-მეული ყიდებოდა საბჭოში ჩემ ბავშვობა საბჭოთა კავშირში გადის და უცებ თუ არ აცდები მე არ მახსოვს რომელი ტომი იყო იქ არის პირადი წერილები თომას მანის და აი აქ ხდება ჩემ ცხოვრებაში ის შოკი არ ვიცი რა დავახა კულტურული შოკი ანუ შემოbrunების შოკი თუ რაღაცა როცა წავიკითხე წერილი თომას მანის ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი ქართულად გამო ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი ფრიდრიხ ნიშე ეხლა ნახეთ ეს რა იყო გესმის მე მგონია პათოლოგი საშინელება და უდიადესი ჰუმანისტი ანუ ჰუმანიზმის წევრ მეუბნება რომ აი ეს არის აი აქედან იწყება ჩემი დაბრუნება რომ რაღაცას მე ვერ მივხვდი ამიტომ ყველა ის ვინც ახლა დამიწყებს რომ მე ისე ვერ გავიგე როგორც საჭირო რომ ეს მაინც პათოლოგია ეს მაინც ნიჩია და ანტიქრისტი არის ძალიან გთხოვთ აი რაც მოხდა ჩემში რომ სხვა კუთხით დაინახეთ აი და მე შევეცდები აუცილებლად აი ახლავე დღესვე დაგანახოთ თუ რა და მე გეტყვით უკვე თავიდან ღმერთი მოკვდა სიკეთის არქმნა წიხლის თეორია მათრახი მე გეტყვით პირდაპირ რომ აი ამაში ყველაფერში მოცემულია ის უდიადესი ჰუმანიზმი რომლის ზევით აღარ შეიძლება არაფერი ქრისტიანობის გარდა არაფერი არ იყოს გარწმუნებთ რომ აი ამაში მოცემულია ყველაზე უდიადესი ჰუმანიზმი რომელიც შეიძლება გათანაბრებული იქნას ქრისტიანულ თელ რელიგიურ თელ სისტემას და მიუხედავად იმისა რომ ყველას გონია რომ ეს არის ანტირელიგიური ათეისტი რომელიც ძათ არის დაგლიჯოს ყველაფერი არა მეგობრებო აი აქედან იწყება ჩვენ უნდა შეგვეძლოს დავინახოთ ის დაუნახავი რაც მარტივი თვალით არ ჩნდება ამიტომ დავიწყოთ საუბარი სწორედ აი ამ თემაზე მე შევეცდები წარმოვადგინო აი ეს ფრაზა რომ ნუ ილაპარაკეთ ბრბოს წინაშე, რომ თქვენ მასზე მაღლად გეხართ, ამიტომ რომ ბრბო მოგიბრუნდება და გეტყვის, რომ ღმერთის წინაშე ყველა ერთი ვართ და მე ეს ფრაზა რომ ღმერთი მოკვდა. ეხლა რა არის ღმერთის სიკვდილი? თუ თქვენ გადახედავთ რელიგიურ ფილოსოფიას და ეს ძალიან საინტერესო და არის ფიქრობთ, რომ ეხლა მე ვლაპარაკობ რაღაცა დოგმატურ ფილოსოფიაზე. არა, რელიგიური ფილოსოფია, ანუ ყველაფერი ის ეხლა მე გეტყვი ეს რელიგიური ფილოსოფია მატრიცული თეორიის თვალსაზრისით ეს არის გააზრება იმისა, რომ რა იყო მაშინ, როცა არაფერი არ იყო. ეხლა მე აი ამ ფრაზას გაუშლია დავტოვებ, მაგრამ ვიფიქროთ აი ამაზე. და ეს არის ურთულესი პროცესი, ანუ რა იყო მანამ სანამ არაფერი არ იყოს. ამიტომ მოდი ამას თავი გავანებო და დავიწყოთ რა არის და რელიგიური ფილოსოფია მრავალ ძირითად რელიგიებში მოდის ჩვენთან საოცარი ფრაზით, რომ ნუ ეძებ ღმერთს, ნურც ზეცაში, ნურც მიწიერ სამოთხეში, ეძებეთ ღმერთი საკუთარ თავში. აი ეს უპირველესად განსხვავდება აი იმ წარმოდგენისას, რასაც ჩემი ეკლესია იმართავს ხალხს. ჩემი ეკლესიისათვის ადამიანი ეს არის მონა, ცოდვილი და თუ არ ილოცეთ, მუხლი არ დაიჩოქე და ანუ გასაგებია, ანუ არ შეხვდება ზესაში ასე ვთქვათ ცხოვრება. ახლა რელიგიური მიმართულება კიდე გეუბნება, რომ ნუ ეძებ ღმერთს და მე გეტყვით, რომ პირდაპირ აღნიშნულია იმაში, რა ქვია, მატრიცულ თეორიაში, რომ თუ ვინმე საკუთარი თავის გარდა ეძებს ღმერთს, კეპნის იმას, რასაც ეძებს.
ხდებით აი ეს ძალიან მარტივი ფრაზა, დაიმახსოვრეთ აი ეს ფრაზა, მოდი ვბრუნდები აი აქ. ეხლა ყურადღებით იყავით. ესე იგი, თურმე ღმერთი არის ჩემში და სხვაგან არსად არ არის. აი აქ მე შევთავაზებ ყველა იმას, ვისაც ოპონირება და ძალიან ბევრს უნდება ოპონირება აი ამ საკითხის, რომ მარტო იმასკენ გაეცნობით, რაც არის წარმოდგენილი ზარათუსტრას ნიცშეს შემოქმედებაში. მას აქვს ძალიან ბევრი საინტერესო, ასე ვთქვათ, საინტერესო გააზრებები და ერთ-ერთი ჩემთვის ყველა საინტერესო არის ეს რომანი მხიარული მეცნიერება. და თუ თქვენ ასე ვთქვათ, სერიოზულად შეხედავთ ამ ნაწარმოებს, თავარი ერთ-ერთი პერსონაჟი არის გიჟი. ეხლა მე შევეცდები, აი სწორედ ეს ფრაზა ეძებეთ ღმერთი საკუთარ თავში, რომელიც ცნობილი იყო მანამდეაც. როგორ არის წარმოდგენილი ნიცშეს აი ამ ანტიქრისტიანობაში, რასაც მას აბრალებენ. აი ეხლა მე გავბედავ, წაგიკითხავთ ამონარიც, აი ეს არის მატრიცული თეორიის პირველი ნაწილი, შეაძლებელი აღსრულება და ამიტომ მე შევეცდები, ეხლა წაიკითხოთ ამონარიდი, აი მხიარული მეცნიერებიდან. და უკვე საინტერესო რამ ხდება. ამონარიდი ამ წიგნიდან, მხიარული მეცნიერება. ნუ თუ არაფერი გესმით, ყვირის გიჟი. რა აღარ ხმაურობენ მესაფლავენი, რომლებიც ღმერთს მარხავენ. თქვენ რა არ გცემთ გახსნილი ღვთაების სუნი, ღმერთები იხრწნებიან, ღმერთი მოკვდა, რჩება მკვდარი და მოვკალით ის ჩვენ მკვლელება მკვლელთა შორის. სადიპოვნით ხსნას, რით დაიმშვიდებთ თავს, ყველაზე წმინდა მძლავრი რაც იყო აქამდე სამყაროში, ჩვენი დანით სისხლისაგან იწევდება. მოდი დავფიქრდეთ აი ამ საოცარ, ასე ვთქვათ, ამონარიძე ნიცშეს მხიარული მეცნიერება. მე ცოტა მინდა აი ამ თეზის, აი ამ აზრის ცოტა სხვანაირად შევხედოთ. ეხლა მე გეტყვით, რომ აი ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გენიოსი ფიქრობდა აი ამაზე. მე ხა ვილაპარაკებ, თქვათ, ბლეს პასკალზე, დიდხანს ვილაპარაკებ, დრო მოვადა ამაზეც და, მაგრამ მე მინდა ხა წარმოგიდგინოთ, თვითონ ლაიბნიცის გააზრება და ეს რა საინტერესო პიროვნება იყო, ამაზეც მოდი მე ვილაპარაკებ. ლაიბნიცის გააზრება, რომელიც საბოლოო ჯამში მაძლევს რაღაცა ის შეგრძნებას, რომ ფაქტიურად იგივე გადაიმეორა ema რა ქვია, თავისი თელი შემოქმედებით ვაჟა-ფშაველამ. ძალიან თოთ ყურადღებით იყავით. ეხლა ნახეთ რა არის. ეხლა ვაჟას პირდაპირ ხა ნუ დამიწყებთ, რომ ვაჟას პირდაპირ ნათქვამი არ არის, მაგრამ საკმარისია შენ რეალურად გაიაზრო ვაჟამ აუცილებლად დაემთხვა ეს აზრი ლაიბნიცის შეხედულებას. მოდი ახლა ეს არაფრით არ აკნინებს თვითონ ვაჟას. თუ ვაჟას წაკითხული ხონდა ლაიბნიცი და ალბათ ექნებოდა კაცრო, მაშინ აფერულ მისვას კაცო. მაგრამ თუ წაკითხული არ ხონდა და თვითონ მიხვდა, მაშინ ორჯერ ჩემთვის რომ მიყვარდა, ორჯერ შემიყვარდება აი ეს ადამიანი. რა არის, რა აზრზე მიდის, რა საუბარზე მიდის საუბარი აქ. ლაიბნიცის და ვაჟას აზრით სიკეთეს აქვს საწყისი, საფუძველი და ის ღმერთია. ბოროტებას არ აქვს საწყისი, ის სიკეთის უარყოფა. უკვე ჩვენ აი ამით მეგობრებო შევდივართ აბსოლუტურ წინააღმდეგობაში დამახინჯებულ ეკლესიურ გაგებასთან, რომელიც მეუნება სატანა, ასე ვთქვათ, ხდებით, ხო? სატანა არ არსებობს და მას არ აქვს საფუძველი. რეალობაში ეს გამოდის, ეს არის სიკეთის უარყოფა. მოდი ჩაწეროთ აი ეს, რომ თვალწინ გქონდეს ეს ფრაზა, რომ სიკეთის ქართულად უკვე ცნობთ, რომ ეთიკის ასე საფუძველი, ეს არის ღმერთი, ანუ აბსოლუტი. და ახლა მე გეტყვით, მოდი ახლა უფრო რეალობაში რომ მივიდეთ, ღმერთი ეს არის ის კანონზომიერება, რომელიც შექმნა მთელი ეს სამყარო. ანუ სიკეთეს აქვს საფუძველი და ეს არის ის უდიადესი აბსოლუტური კანონზომიერება, რასაც ფრიდრიხ ჰეგელი ეძახის თავის აბსოლუტურ იდეალიზმში. ანუ სიკეთის საფუძველი არის კანონზომიერება, ხოლო ბოროტება ეს არის ამ კანონზომიერების არ შესრულება, არ ცნობა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაში გვჭირდება აი ეს საუბარი. და აი ამ საუბრით ჩვენ ახლა მივალთ
მეორე განმარტებასთან. ეხლა მე თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე შემიძლია თავად განვაცხადო, რომ ჩემი არსი, რასაც სულიერი ჭურჭელი ადამიანის, ეს არის სულიერ სავსე არის, ასე ვთქვათ, რასაც ქვია ბოროტება. ანუ კანონზომიერების არ შემეცნება. და მაქვს ცოტა, სიკეთე. სიკეთე მაქვს ცოტა, დანარჩენი ჩემი არსი ეს არის, ვთქვათ, ბოროტება. ეხლა მე მინდა რაღაცა შევცვალო ამ ცხოვრებაში. მინდა რომ რაღაცა სიკეთე, ასე ვთქვათ, დავიწყო. და იწყება საოცარი რაღაცა. გვაქვს შენ ორი ვარიანტი. ყურადღებით იყავით. მე ალბათ თუ დავიწყებ სიკეთის ქმნას, უკვე გადავდივართ ერთდროულად მეორე საკითხზე. თუ დავიწყებ სიკეთის ქმნას, მაშინ ბოროტება შემცირდება და ყველაფერი ძალიან კარგი. გზა სიკეთისაკენ, ეს კანონზომიერებისაკენ, ეს არის ვიმეორებ სიკეთის გავრცელება, მაგრამ არსებობს მეორე გზა. მეორე გზა რაში მდგომარეობს? შენ სიკეთეს თავი განებე, შეამცირე ბოროტება და მოხდება საოცრება, რომ ღმერთი თვითონ შეავსებს ამ სიცარიელს შენში სიკეთეში. რაში მჭირდება ეს საუბარი? ეხლა მე გეტყვით რაში. და ეხლა დავიწყოთ ეხლა იქიდან, რომ როდესაც ნიცშე ლაპარაკობს, რომ ღმერთი მოვდა, როგორ იწყება, რომ ჩემში, ასე ვთქვათ, თუ რაღაცა სიკეთის ელემენტი გაჩნდა, რაღაცა დისკომფორტს მიქმნის, იმიტომ რომ ჩემში ისე არის გაჟღენთილი ადამიანში ბოროტება, რომ ეს სიკეთე, იგივე ღმერთი დისკომფორტს მიქმნის და მე ყველაფერს ვცდილობ, როგორ მოვიცილო ის, რომ ხვდებით ხო, როგორც მღრღნის ეს და ხდება საოცარი. რას ვაკეთებ ჩვენ ამ დროს? ჩვენ ვაკეთებ, რომ ჩვენივე ხელით დანით ვკლავთ ღმერთს. ხო? და თუ ძალიან მიაქციეთ საოცარი ფრაზა აქვს ნიცშეს ნათქვამი, რომ ჩვენ ყველა გონია თავი ქრისტიანებად, მაგრამ ნახეთ ეს რას მეუბნება, რომ ქრისტიანი ერთი იყო და ისიც ჯვარს ეცვა. გავიკეთებია ჯვარცმა ხდებით. ამიტომ ეს არის საშინელება, როდესაც ხდება ქრისტიანობის არსის დამახინჯება და ინგრევა საერთოდ მეორე ეთიკა, ინგრევა საზოგადოება საერთოდ აღარ არსებობს და მინდა რომ სახელმწიფო შექმნას. ვერ გამოგივათ ეს საქმე, სანამ ამ ყველაფერს ამას არ გავიაზრებთ. დაუკვირდით თავიდან, ესე იგი ხდებით, ხო? ღმერთის სიკვდილი რას ნიშნავს? მე ჩემს თავში ყველაფერს ვაკეთებ, რათა ჩემივე ხელით დანით მოკლა ღმერთი. ეხლა შეხედეთ, ეხლა დაუბრუნდებით ამას, სიკეთის არ ქმნა. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ბანერები არის, რომ თუ არ ვცდები, არ ვიცი დაჟე რა ქვია ესა, რომ უფასო სასადილოები იხსნება. და ხალხი ამას ტრაბახობს, რომ ისინი სიკეთეს აკეთებენ, ჩვენ შევქმნით კათარზისი ქვია ამ სისტემას თუ არ ვცდები, რომ მათ შექმნეს უფასო 100 სასადილო და ისეთი ტრაბახი და გონი რა სიკეთე გავიდა, კიდე 100 გავხსნი და არც ერთი არც ისინი და არც ჩვენ არ დავფიქრებულ ვართ ყველაზე საშინელ ფრაზაზე, რომ ამაზე მეტი დამცირება, ამაზე მეტი შეურაცხყოფა, რაც ერთმა ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანს მიაყენოს, ეს ნიშნავს დაუძახო მას და უთხრა ეს თებში წვნიანი მუქთად შეჯამე. ძალიან თოთ ყურადღებით იყავ. ეხლა მე ვიცი რომ უკვე დაიწყება რას ქვია. ეხლა როგორც კი თქვენ მიდიხარ და მათხოვარს აძლევთ 20 თეთს, თქვენ გონიათ რომ სიკეთეს აკეთებთ, ხო? ეხლა იწყება რა არის, რომ რა არ მივცე მათხოვარს, არ დავაპურო მშიერი, ან მოთხოვარს არ მივცე, აქ იწყება ყველაზე ნიცშეს ამაღლებული ეთიკა. როგორ არ უნდა მისცეთ, როგორ არ უნდა დააპუროთ, მაგრამ დააპუროთ იმიტომ კი არა, რომ თქვენ ამით სიკეთეს აკეთებთ, არამედ იმ სირცხვილით, რომ იმ საზოგადოებას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ვიღაცამ შეერია, ვიღაცამ ხელი გაიშვერა. ამიტომ ეს ყველა ჩვენთანგანმა ეთიკის უმაღლესი ფორმა იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ გავინაწილოთ ის დანაშაული, ის შეგრძნება, რომ იმ საზოგადოებაში, იმ სოციუმში, რომელიც მე ვარ, ვიღაცა არის მშიერი, ხვდებით? და როცა შენ აძლევ იმას და გონია, რომ სიკეთეს, ამაზე იძახის ნიცშე, რომ ესეთი სიკეთე დასასრულის დასაწყისია. ვიმეორებ, თქვენ სიკეთეს კი არ აკეთებთ, შენ უნდა ნერვიულობდე იმას, გესმის რომ მოხდა ის საშინელება, რომ სადაც შენ ცხოვრობ, იქ ვიღაცას ხდებით, ხო? რა არის? ამიტომ მეთანხმებით, თუ დაფიქრდებით, მე ბევრი მსჯელობა არ დამჭირდება, იმიტომ რომ დაჟე მსჯელობა ამ საკითხს მე მეჩვენება, ასე ვთქვათ, უკვე არა ადამიანური, ხდებით, რომ რატომ რაში არის ამიტომ სიკეთის ქმნა უკვე ბადებს იმ აფერისტობას, იმ კრიმინალს, რომელსაც გაჟღენთილია მთელი საქართველო. ყურადღებით იყავით, ახლა ნახეთ რა. შეეკითხეთ ვიღაცა გათახსირებულს კრიმინალს, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული.
ის ტელევიზორშიაც გამოდის და იძახის, რომ მე გავხსენი აი ეს სასადილოები, მე პატრონო ბავშვთა სახლს მიუტანე 1 კილო ვერმიშელი, გადამიყვანე მოხუცი მეორე გზაზე, მათხოვარს მივეცი 20 თეთრი და თუ არ გააჩერებთ თელი თვეი ლაპარაკებს თუ რა სიკეთის ქნელია ეს საზოგადოება. შეუბრუნეთ მას კითხვა, აი ეს არის ვაჟას კითხვა, აი ეს არის გესმის ეს კითხვა და შეუბრუნეთ კითხეთ. სიკეთის თავი განებე, ან ამიხსნათ რა ბოროტება შეამცირა. ანუ როგორ მოერია ამ ბოროტ და ნახავთ რომ მას პასუხი გაუჭირდება. საერთოდ ვერც მიხვდება რაზეა საუბარი. ანუ ჩვენ უნდა ვეცადოთ სიკეთე კი არ ხნათ შეავანციროთ ბოროტება, სიკეთე თავისავად დამკვიდრდება. ამიტომ მე შევეცდები რომ ეს შევწყვიტო ამ თემაზე საუბარი, ანუ დაგიტოვოთ უფრო დაგტოვოთ მარტო ნიჩესთან ერთად, აი ამ ფრაზასთან დაფიქრდით თუ რამდენად მართებული არის ჩვენი მსჯელობა, ჩვენი კი არა მატრიცული თეორიის მსჯელობა და გადავალ შემდეგ მესამე ყველა იმ საშინელებაზე, რაზეც მე ლაპარაკობდი, ესე ვთქვათ, ანუ კარი ვარნისას. ეხლა ეს ფრაზა იმდენად გამოუგნებელია ურა პატრიოტებისათვის, ასე ვთქვათ, ფსევდო მორალისტებისათვის, რომელიც ზიზღით ვერ იტანენ, იმიტომ რომ თავისი არსით არ არიან სიკეთესთან და ნახეთ რას მეუნებია, რომ და რამდენიმე მე მაქვს ასე ვთქვათ ჩემი თვალით მაქვს ნანახი რომ მიმდინარეობს ასე ვთქვათ დამახინჯება გრამატიკული ფორმაა მისი რომ ყველამ გაიგოს რომ ნიჩე გვეუბნება რომ კაცს უნდა წიხლი დააჭირო. ეხლა მე გეტყვით აქ ერთი ნიუანსია რომელიც აბსოლუტურად ცulis ნიჩეს აი ამ ფრაზას. ნახეთ ახლა მე აგიხსნით რა შეასაკ. აი წარმოიდგინეთ რაღაცა ესეთი სიმბოლურად რაღაცა ხრამი და აი ეგ ადამიანი დგას ანუ ხრამის პირად. მიაქციეთ ყურადღება, ნიჩე იმას კი არ გეუბნება, რომ როცა ადამიანი დგას ხრამის პირ, ანუ მისი გზნობის ასე ვთქვათ, ის არის მერხევი, რომ ზათ არის რომ გადაიხაროს სამ სიკვდილისაკენ ან დაღუპვისაკენ. არა, ის არ გეუბნება, ნიშნავს რომ აი ამ შემთხვევაში კარი მას წიხლი. არც მაშინ, როცა უკვე ის დაეცა და უკვე და არც ის ნიჩე გვეუბნება, კარი ვარდნისას. და აი ეს განსხვავება, აი ვარდნისას, აერში როცა მიდის სulis აბსოლუტურად ყველაფერს. ეხლა შეხედეთ ვარდნისას რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, წიხლის დაჭერა. რა ხრამზეა საუბარი? ეს არის მე გეტყვი რომ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ იმ საშინელი ხრამის წინაშე, რაც არის სიხარბე, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და ეს ვარდნა და ამას მტკიცებულებას არ ჭირდება. ხანდახან მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის მანძილზე. ხვდებით? რა არის ნარკომანია? და იცი რომ ყოფილი ნარკომანია არსებობს, ამაში ჩანს ეს ფრაზა, რომ მთელი თურმე ამ ნარკომანის ვარდა შეიძლება მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს. ალკოჰოლიზმი შეიძლება გაგრძელდეს. აი სწორედ, აი ამაზე გეუბნება ნიჩე, რომ მოდით აი ვარნისას დააჭირეთ წიხლი და რომ სწრაფად დაეცეს, რომ კიდევ რჩება შანსი, რომ აი ეს ტკივილმა, აი გაგებამ ის ფეხზე წამოაყენოს და გარწყნებთ. აი ესე არის, რომ მოდით შევხედოთ აი ამ ცნებას, ნახეთ რა არის, რომ მხოლოდ დაცემულ შეუძლია ადგომა, თორე ფეხზე მდგარი ვერ ადგება. ხვდებით, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა. მიხვდით რა შეა საქმე და ისე არის გაბოროტებული ეს ვიმეორე ფსევდომორალისტები, რომ დაამახინჯეს და გეუნებია, რომ ნიჩემ თქვა, რომ კარი წიხლი. არა, მან გითხრა, რომ აი ეს ცხოვრება, აი ეს ვარდნა შეუმცუბუქა. გასაგები ამაზეც აღარ გავაგზავნებ საუბარს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დიდი გამომივიდეს და უკანასკნელი მე შევეცდები წარმოვადგინო აი ეს უკანასკნელი მატრახის თეორია. ეხლა როგორ კონტექსტში არის მოცემული მე გეტყვით აი ეს რა ქვია მატრახის თეორია ნიჩეს იმაში რა ქვია ასე ლაპარაკობდა ზარათუსტრა. აქ არის დიალოგი დეტალურად შეიძლება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით შინაარსი ესეა, რომ მოხუცი ხალი ხვდება ზარათუსტრა, რომელს ყველაფერი იცის. ეხლა მიმდინარეობს რაღაცა კითხვები და იცით რა შეასაქმე, თითქოს გამზადებს ფრიდრიხ ნიჩე, რომ უსაფრთხო საუბარი, რაღაც უაზრო საუბარია იმას მოხუც ხალსა და ამ ზარათუსტრა ნახევარ ღმერთს შორის. და უცებ ეს ხალი ეუბნება, რომ შენ ყველაფერს ლაპარაკობდი, მაგრამ ქალებზე არაფერი არ გითხოვსო. რაღაცა უაზრობას იძახის მაპატიოს ღმერთმა, ესე რა ქვია, ეს ზარათუსტრა. და უცებ ეს ქალი იძახის და არა ზარათუსტრა. რომ შენ მიდიხარ ქალთან, ნუ დაივიწყებ მატრახს.
აი ჩნდება ესეთი ფრაზა, ხვდებით ხო? ეხლა მე გეტყვით რა არის, ჩემი ასე თქვა შეგრძნება, როცა ყველაფერი ეს გააზრებულია, უკვე და ეხლა თქვენ თუ გაიცნობით მატრიცულ თეორიას, მეორე მატრიცული თეორია ის როცა სიღრმეში დაგანახებს, აი სტროფებს შორის კითხვას გასწავლეთ და არა ის რას პირდაპირ ცხვირწინ. ეხლა მე გეტყვით რომ თუ ეხლა მამაკაცებს მიმართავ. თუ თქვენ მიდიხართ ქალთან, აუცილებელია წაიღოთ მართლა მათრახი და ცამდე მართალია ფრიდრიხ ნიშე. მაგრამ უნდა კითხოთ ეს მათრახი ვის არის საჭირო? გარწმუნდით, ქალისთვის კი არა, საკუთარი არსისათვის. როდესაც მიდის მამაკაცი, როცა ვერ ხვდება რა რელიგიასთან, რა ამაღლებულ ქალთან, ამაღლებულ ფენომენთან მიდის და რო გამოფხიზე, შახსევახსი ეს მუსულმანურ სისტემაში აუცილებელი ელემენტია. ერთი სანამ წახვალ ქალთან შედი ისე გაიხადე და 7-ჯერ 8-ჯერ კარგად გადაიჭირე ეს მათრახი, რათა მოხვიდე აზზე თუ რა სიწმინდესთან, რა ბედნიერებასთან, რა სიცოცხლესთან მიდიხარ. ამიტომ მე აი აქ მე თემას არ გავაგრძელებ და მოდით მივიღოთ საბოლოოს ჯამში დასკვნით და ცოტა მოგვიანებით მიხვდებით რომ სამივე ეს აბსოლუტურად ჯდება ქრისტიანულ ეთიკაში და ქრისტიანული ეთიკა აი ამ ხრივ ეს არის ყველაზე განვითარებადი სისტემა. სამწუხაროდ ისე ვიმეორებ ეკლესიამ ყველაფერი გააკეთა რომ განვითარება დოგმატური აზროვნებით გაეჩერებინა რეალობაში რელიგიური ქრისტიანული ეთიკა ეს არის განვითარების თეორია, განვითარების სისტემა. ამიტომ მოდით უკვე თუ არ გადაგღალეთ ძალიან მე ამას შევწყვიტავ საუბარს და შემდეგი საუბარი უფრო იქნება ძალიან საინტერესო. ამიტომ მადლობა ყურადღებისათვის და თუ არ მოგაწყენეთ თავი, მე მაინც მინდა რომ დაფიქრდე და ღრმად გაიაზროთ ყველაფერი ეს ნათქვამი და მიაქციოთ ყურადღება აი მატრიცულ თეორიას, რომელსაც მომცა საშუალება ეს ყველაფერი წარმოედგინა თქვენთვის. მადლობა ყურადღებისათვის.